მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობის დრო და მე მის წამყვანი მიხეილ ანტყულაძე გახლავართ. Როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემები ემსახურება საზოგადოების გათვითცნობიერებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეიძლება შეიქმნას ერთგვარ საფუძვლებად ეროვნული იდეოლოგიის კონცეპტუალური საკითხების ჩამოყალიბებაში და ამ თვალსაზრისით ჩვენ დავგეგმეთ და დავსახეთ თემატური კვირეული და ოთხშაბათის და პარასკევის გადაცემები მიუძღვნათ ყოველ კონკრეტულ თემას, რომელიც ამ ჩამონათვალში მოვიაზრეთ. ამჯერად ჩვენი ოთხშაბათის გადაცემა, რომელშიც გვყავდა ბატონი თევზაძე, დავით თევზაძე სტუმრად, მიუძღვენით სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობას და უსაფრთხოებას და იმ დეტალებს, რომელიც ამ სფეროს ემსახურება. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრები და ძალიან საპატივსაცემო სტუმრები, ერთგვარი ელიტა სამხედრო თვალსაჩინოში, რომლებიც აი ამ დეტალების და ამ კონკრეტიკის საკითხებს უფრო ესე ვთქვათ გეგმიურად განიხილავენ და მოგვეხმარებიან იმ დეტალების გაშიფრვაში, რაც დაუშვათ ჩვენთვის ძნელი გასაგებია. ამჯერად ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ზოგადად რა არის თავდაცვის უნარიანობა და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის სახელმწიფოს მხრიდან. რა ინსტიტუციები უნდა ერთვებოდეს ამ პროცესში. თავად რა მოწყობის სახელმწიფო უნდა გქონდეს, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. როგორ უნდა წარმოებდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორი და რა სახის შეიარაღებული ძალები უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რა უნდა გააკეთოს კარგმა პარლამენტმა ამისათვის და თუ არ გააკეთა ეს პარლამენტმა, მას როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღევანდელ მოწვეულ სტუმრებთან ერთად და მე დიდი პატივისცემით მადლობას მოვახსენებ ყველა მათგანს. დიდი მადლობა ბატონებო ჩვენ სტუდიაში მობრძანებისათვის. მე კიდევ სარგებლობ შემთხვევით და ყველა თქვენთაგანის და საზოგადოების სახელით ბატონ გურამს ულოცავ დაბადების დღეს იუბილარია და დიდი სიხარულით მინდა გისურვოთ ყველაფერი კეთილი და ყველაფერი სასიამოვნო ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებასთან ერთად. ბატონ გურამ, მაშინ პირდაპირ თქვენთან გადმოვალ შეკითხვით და მინდა გთხოვოთ აგვიხსნათ რას ნიშნავს ვიცავდე ჩემს ქვეყანას, ანუ როდესაც ფიქრობ თავდაცვის უნარიანობაზე, რა ცნობიერებაში ვყალიბდები. ეს არის რაღაცა სტრუქტურა, ეს არის რაღაცა ეროვნული ცნობიერების აღქმა, ეს არის ჩემი მიწაწყალი, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი შვილების მომავალი თუ რა. რაზე ფიქრობს სამხედრო, როდესაც გულისხმობს, რომ ის იცავს თავის ქვეყანას. დიდი მადლობა. ალბათ ყველაზე რთული კითხვა არის, ალბათ ამიტომაც მე დამისვით ეს კითხვა, მაგრამ შევეცდები პასუხი გავცე. რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობიერება, როდესაც ჩამოყალიბდით, როგორც სამხედროები, რისთვის ჩამოყალიბდით? სახელმწიფოს არ არის მარტო ტერიტორია, ენა, არ არის მარტო რელიგია, არ არის მარტო ის ტრადიციები ისტორიული რაც იყო. ეს არის ის, რომ ის რაც აქამდე მოიყვანა სახელმწიფო, ეს ვიღაცა იმას იცავდა. თუ მანამდე თქვა სანამ სახელმწიფო აი როგორც ჩამოყალიბდა თქვა 1800, როდესაც 800 წლებიდან, როდესაც რუსეთის იმპერიაში შეიყვანეს ძალით, თუ ეს სახელმწიფო გვაქვს, იქ ვინც იცავდა ამ სახელმწიფოს ტერიტორიებს იცავდა და იქ მოვყევით და ჩვენ ალბათ 200 წელია უკეთ ის ცნობიერება, სახელმწიფოს ცნობიერება საქართველოში დაიკარგა და აი ეს უკვე 20 წელია ჩვენ ამ ცნობიერებისკენ მივდივართ. რა არის სამშობლო? სამშობლო არის ის მიწა, რომელსაც ვიცავ. სამშობლო არის ის ენა, რომელსაც ვიცავ. სამშობლო არის ის ტრადიციები, რა ტრადიციებიც არის დღეს საქართველოში დამკვიდრებული, ის ისტორიულად გადმოცემული, ამას რო ვიცავ. და ეს რო დაიცვა, ალბათ არის ბევრი ხერხი მისი დაცვის და ერთ-ერთი არის ის, რომელსაც ასრულებს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავისი ასე ვთქვათ, სიცოცხლის ფასად ზოგჯერ თუ ამისი გამოუვალი მდგომარეობა არის, ასრულებს თავის მოვალეობას და სიცოცხლის ფასად იცავს ამ სამშობლოს და თავარი რაც არის, სამხედრო არის ერთადერთი ის ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს სამშობლოსათვის თავი გაწიროს. დანარჩენებს ამისი უფლება ესე ჩაწერილი, რომ დაიცვა სამშობლო ასეთი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ცნობიერებაში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო რო შეიქმნა, ჩვენ ყოველთვის ვიღაცის
აი თქვათ ქოლგის ქვეშ ვიყავით. და ამ ქოლგის ქვეშ ახლა ჩვენი ტრადიციული ენა, კულტურა კი შევინარჩუნეთ, მაგრამ აი ცნობიერება რომ დაცვა ჭირდება ამ ტერიტორიას, ეს ჩვენ არ გქონდა, ვერ გადმოყვა იქიდან. ეს თავიდან გვაქვს გასაკეთებელი, ეს 18-21 წლის აი იმ საქართველოს პირველი საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვერ ჩამოყალიბდა, ვერ გაკეთდა ეს ბოლომდე, ვერ გაკეთდა, იმიტომ რომ ბევრი მტერი წავდა, მაგრამ ბევრი ის დაგსახსულობა, აზრების, იდეების, მიმართულებების ვერ შეიკრა ერთ მუჭად მაშინ საქართველოს. და დღეს, როდესაც ამის საშუალება გვაქვს, ჩვენ ფიქრობთ, ჩვენ აი ყველა სამხედრო მოსამსახურეები ვართ აქ, არა მარტო გენერლები, პოლკოვნიკებიც არის ისინიც, რომლებიც ჯარისკაცებიც, ისიც ერთნაირად უნდა ფიქრობდეს. ჯარისკაცი უნდა ფიქრობდეს ისე, როგორც ფიქრობს გენერალი, როგორც ფიქრობს უმაღლესი მთავარსარდალი, იმ მიმართულებით მიდიოდეს და მაშინ იქნება შეგრებული. მე მინდა ჩაგეკითხოთ ბატონ გურამ, უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ ბრძანეთ. დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობა ფაქტიურად ერთ დღეს შეიცვალა და სხვა მოდელში გადავედით. ანუ ყავს პრეზიდენტი, როგორც ყავს და თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ასრულებს უმაღლესი მთავარსარდალის როლს? პიროვნულად არ გულისხმობ. მე იგი როგორც სტატუსობრივად და ინსტიტუცია ასრულებს მთავარსარდალის. შექმნილი ინსტიტუტი, პრეზიდენტი როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ინსტიტუტი. აი ცვლილება მის შემდეგ ნახევრად პარლამენტარული ქვეყანა როცა ჩამოყალიბდა, თვითონ მმართველობის სისტემა რო ჩამოყალიბდა, ესეთი ძალიან ბუნდოვანია პრეზიდენტის უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები. ფუნქციები ის როდესაც ღებულობს როგორც უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, შეარაღებული ძალების მართვაზე, მართვის პუნქტებზე, სტრუქტურებზე. ჩვენ ვიცით, რომ პირადი შემადგენლობის რაოდენობას პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ სტრუქტურებში შეარაღებული ძალების ამტკიცებს უმაღლესი მთავარსარდალი, ანუ პრეზიდენტი. ის ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამხედრო პირებს. ჩვენთან ეს აირია პრეზიდენტის ფუნქციები, აირია პარლამენტის ფუნქციები ამ პრეზიდენტი, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა ვერ ჩამოყალიბდა. და გეტყვით დღევანდელ დღეს ჩვენი პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები და სტრუქტურები მიმართული არის დამარცხებაზე. იმიტომ ის ვერ მართავს ჯარს, ის ვერ მართავს სტრუქტურას, ის ვერ ჩამოაყალიბებს ერთიან სისტემას, სახელმწიფოს უშიშროების სისტემას. თუმცა მას ექვემდებარება უშიშროების საბჭო, რომელიც შესაბამისად არის ერთგვარი რეკომენდატორი ნებისმიერ ამ მიმართულებით ყველა სტრუქტურების მიმართ, ხო? ვერ დაგეთანხმებით, ეს არის ქაღალდზე დაწერილი, იმიტომ რომ არის უშიშროების საბჭო, არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რანგით უფრო მაღლა დგას, უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრი, უშიშროების საბჭო, რომელიც თავდაცვაზე არის განპირობებული, არის უმაღლეს მთავარსარდალთან, ისინი ერთმანეთში თანხმედრაში ვერ არიან, ფუნქციები აღრეულია ფუნქციები არა მარტო იმით, რომ უშიშროების საბჭოს მოიწვევს, უნდა უშიშროების საბჭოზე მინისტრი, ნებისმიერ მინისტრს, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრია. უნდა მოვა, უნდა არ მოვა. როგორ დიდი მადლობა. მე მინდა ბატონ თენგის გადასცეთ მიკროფონი. ბატონ თენგის, რა ინსტიტუციები უნდა ერთვებოდეს თავდაცვის უნარიანობის ჩამოყალიბებაში და საერთოდ ჩვენ ქვეყანას ჭირდება თუ არა, ესე ვთქვათ, სამხედრო მშენებლობა, სამხედრო მიმართულების სტერეოტიპის ჩამოყალიბება. და მე შემდგომ უფრო გავაოცოთ ამ საკითხს. ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის და მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ალბათ იმ გავაგრძელებ ბატონ გურამის აზრს, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა ჩემი ხედვით არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. მშვიდობიანი გარემო კი რასაკვირველი ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მომავალი თაობა აღიზარდოს სტრესის გარეშე, დაძაბულობის გარეშე და მას მიეცეს განვითარების საშუალება. აი ეს არის ალბათ ჩემი ხედვით მთავარი მიზანი. იქ გასაგებია, რომ შენს ენას იცავ, მამულს იცავ, სარწმუნოებას, მაგრამ ძირითადად იმას მე ვფიქრობ, რომ ეს არის, რომ მომავალ თაობას მივცეთ ნორმალურ ვითარებაში განვითარების საშუალება. და ეს თავისთავად მოხდება, ბატონ თემის? თავისთავად უნდა მოხდეს? არა, თავისთავად ვერ მოხდება. ამისთვის არის ამ სისტემის აგება და შექმნა, თავდაცვის სისტემის აგება და შექმნა იმისათვის, რომ თქვენ რა აფერხებს დღეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარებას? პირველ რიგში დავიწყოთ თუნდაც იმით, რაც წეგანი თქვა, ეს ინსტიტუციონალური დაყოფა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას ყავს უმაღლესი მთავარსარდალი პრეზიდენტის სახით.
რომელსაც არავითარი რიშაგი არ გააჩნია იმისათვის, რომ ზეგავლენა იქონიოს დაუშვათ თავდაცვის უნარიანობის განვითარებაზე. იგივე უშიშროების საბჭო, რომელზეც იყოს ლაპარაკი, ჩვენ რომ გადავხედოთ ამ უშიშროების საბჭოს, იქ არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტურად იმსჯელონ ამ თუ იმ საკითხზე და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეხლა ცოტა ქვევით რომ ჩამოვიდეთ, არის თავდაცვის სამინისტრო, ხომ, რომელიც ასე ვთქვათ, მოხდა ეს გამიჯვნა აქ 4 შაბათსაც იყო ამ თემაზე საუბარი, რომ ესე იგი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრია, შესაბამისად მას გარკვეული ფუნქციები განესაზღვრა, მაგრამ ხდება ისე, რომ ფაქტიურად თავდაცვის მინისტრი, ანუ სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურა ერევა შეიარაღებული ძალების ფუნქციებში და ფაქტობრივად ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული არის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციასთან, განვითარებასთან და ასე შემდეგ. როდესაც სამხედრო იყო მინისტრი, მაშინ ეს გასაგები იყო და ეხლა გამოდის, რომ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი არ არის კომპეტენტური ამ სფეროში და არადა ის რადიკალურად ერევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. და მესამე რგოლი ეს რასაკვირველია საპარლამენტო რგოლი, სადაც ჩვენ ვიცით, რომ არის კომიტეტი თავდაცვის და უშიშროების და ახაც მე მინდა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატო, ხლა ბატონ ირაკლისთან პიროვნულად სესიაშვილთან მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მას ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ რაღაცნაირად ხელი შეეწყო ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარებისათვის. ერთადერთი კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ეს იყო წელიწადნახევრიანი სამსახური გახადა ერთწლიანად. ეს იყო ერთადერთი კანონი. როდესაც სავალდებულო სამსახური. ხო, სავალდებულო სამსახურზეა ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ თავდაცვის მინისტრმა ქალბატონ თინა ხიდაშეზე ვსაუბრობ მე მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩერა გაწვევა ეს მოხდა თუ უბრალოდ ითქვა არა ეს მოხდა ანუ ბრძანება დაიშვა და შესაბამისად შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის მინისტრმა ასე ვთქვათ გაწვევა იმას ქნა რა ქვია შეაჩერა შესაბამისად სხვაგან კი ჩვენ ვიცით რომ შინაგან საქმის სამინისტრო იწევებს სხვა ძალოვანი სტრუქტურები მაგრამ შეიარაღებულ ძალებში გაწვევა დღეს არ არის შესაბამისად ამ ფონზე ფაქტიურად რამდენი წელი ახლა ზუსტად არ მახსოვს მიდის საუბარი რეზერვის ფორმირების კონცეფციის შემუშავებაზე როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ესე იგი გაწვევა არ იქნება ჯარში შესაბამისად რეზერვი ფაქტიურად ნულდება და ასეთ შემთხვევაში ვინ აფსებს იმ კონტინენტს რომელიც რეზერვმა უნდა შეავსოს შესაბამისად ეს კონცეფციაც ვერ დაიდო დღემდე როგორი მოდელია ეს თქვენი აზრით როგორ უნდა იყოს ეს ერთმანეთთან მიბმული საიდან უნდა იწყებოდეს ალბათ სკოლიდან ხო რა თქმა უნდა ნუ ეხლა ჩვენ ზოგადად რო ვთქვა თუ ამ სისტემას შორიდან შევხედავთ ხომ რასაკვირველია ეს უნდა იწყებოდეს სკოლის მერხიდან მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც საკონტრაქტო არმიაზე ვსაუბრობთ ანუ მე მახსოვს მე გავდიოდი სამხედრო სწავლებას სკოლაში და შესაბამისად ბატონო მიშა ის თუ ჩვენ იმ მოდელს დაუბრუნდებით ძველს ის რასაკვირველია არ იყო იმდენად ეფექტური მოდელი შესაბამისად არის სხვა მოდელები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში რომელიც ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ შევისწავლოთ და ქართულ რეალობას მორგებული ჩამოვაყალიბოთ ახალი სისტემა და მე თქვენ გეტყვით რომ აი არსებობს ასეთი სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი სადაც ეს მოდელი შემუშავებულია მე წინა განათლების მინისტრს მივწერე ამის შესახებ და ვთხოვე რომ პრეზენტაციის დონეზე მაინც მოესმინა ეს წინადადებები სამწუხაროდ რეაქცია არ იყო და უბრალოდ რეაქცია იყო ის რომ ეს წერილი გადაეწერა მანდატურის სამსახურს რაშვაში იყო მანდატურის სამსახური მოსავლე ახალგაზრდობის სამხედრო აღზრდასთან დაკავშირებით მაინც ვერ გავიგე მე ეს არის რასაკვირველია საწყისი ეტაპი სადაც ჩვენ უნდა მივცეთ ის ელემენტარული სამხედრო განათლება მოსავლე ახალგაზრდობას რომელიც
თუნდაც მოამზადებს მათ რეზერვში დიდი სამსახურისათვის. მადლობა ბატონ თემის, დიდი მადლობა. მე მინდა ბატონ თემურას თქვენ მოგმართოთ მიკროფონი თუ შეიძლება მიაწოდეთ. ბატონ თემურას, არ ვიცი ახლა თქვენ უყურეთ თუ არა ოთხშაბათის გადაცემას, ბატონმა დავითმა ესეთი რამ ბრძანა, რომ ცნობიერებაში რაღაცა უნდა აკავებდეს მტერს, ესე ვთქვათ, რომ არ დაგესხდეს, დაგესხას თავს და შესაბამისად ის რომ არა გაქვს, თავისთავად ის აცდუნებს და სიცარიელეში აფათურებს ხელს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ვითარებაშია დღეს ჩვენი თავდაცვის უნარიანობა? ანუ რა ძალაზე, რა პედესტალზე დგას ჩვენი თავდაცვის სისტემა? დიდი მადლობა. მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ეს უნდა იდგეს იმ ძალაზე, რასაც ბრჭყალებში თუ ვიხმართ ამ სიტყვას ძალას, რასაც თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის უნარიანობის განსაზღვრავს ქვეყნისას. უბრალოდ ცხოვრებიდანაც გამომდინარე ხანდახან შეგვიმჩნევია, რომ უფრო ძლიერ კაცს ხანდახან ბევრ რამეს ვერ გაუბედავენ. თუ ძალა არ იგრძნეს და შენ არ ვერ შეძელი და ვერ დაანახე თუ გინდა სხვას, მე პირველ რიგში როგორც სამხედრო უყურებ ამ თემას, თავისთავად ცხადია, ცოტა სიძლიერე უნდა აჩვენო შენი თავდაცვის უნარიანობის დაცვის უნარიანობით. თუ ქვეყანა მოწყობილი გაქვს ისეთაერად, რომ თავდაცვის უნარიანობა თავის ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით სწორად მიდის, ადამიანთა ცხოვრება კარგად არის მოწყობილი და ასე შემდეგ. ბევრი კომპონენტი შეიძლება ამასთან ჩამოვთვალოთ, რომელიც განსაზღვრავს, რომ როგორ შეიძლება რომ შენ დაგელაპარაკონ და იმ მოლაპარაკებების მაგიდასა, სადაც თუ გინდ საქართველოს ბედი როცა წყდება, რა დონის მიწევას გიკეთებენ, როგორც პარტნიორს გსვამენ, როგორც მსმენელს გსვამენ, თუ როგორც მაყურებელს გვერდიდან, რო კულისებიდან უყურებენ შენი საკითხის გადაწყვეტას, ვინ როგორ ღებულობს მონაწილეობას. რა არის ბატონ თემურას? მსოფლიოში მოგეხსენებათ ახლა არის ზე სახელმწიფოები, რომლებსაც უნიკალური თავდაცვის და ასევე თავდასხმის შესაძლებლობებიც აქვს. ამათ ფონზე ჩვენი განვითარება არის ესეთი მოსაზრება, რამდენად ეფექტური უნდა იყოს, რომ რაღაც შედეგს მიაღწიოს. ამ თვალსაზრისით, აი ამ აზრს როგორ უპირისპირდებით თქვენ და თქვენი ესე ვთქვათ თავდაცვის უნარიანობის ხედვა? აი ეს მინდა დავინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ აზრი შეიძლება იკარგება ამ ზესახელმწიფოებთან ჭიდაობის მცდელობას სამხედრო ძალაუფლებით და სამხედრო საშუალებებით, მაინც გვჭირდება თუ არა ჩვენ სამხედრო განვითარება? მე ასე ვიტყოდი, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი, მე ასე ჩავთვლიდი, რომ ფუნდამენტალური საკითხია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარება, იმიტომ რომ სიტყვასაც თუ კი ჩაუგვირდები ჩვენ თავდაცვა ქვია ამას, საკუთარი ქვეყნის დაცვა, რომელშიც აბსოლუტურად დევს თითქმის ყველაფერი. თუ შენ ის რესურსი, რომელიც გაგაჩნია, გეოსტრატეგიული მდგომარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნიათ, არ არის გაჯერებული იმ ძალით, რაც ქვეყანა შეძლებს, ასე ვთქვათ, თავის თავდაცვის უნარიანობაზე მიმართოს, მე ვფიქრობ, რომ უკვე სხვანაირად. თავისთავად ცხადია, აქ მარტო თავდაცვის უნარიანობა არ შეიძლება, აქ დიპლომატიასაც გულისხმობდი მე და ყველა იმ კომპონენტებს, რომელიც ამ ქვეყნის გაძლიერებაზე არის, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე არის საუბარი. ჩვენ ყველაზე მთავარი მე ვფიქრობ, რომ გვავიწყდება ერთი რამე. ჩვენ უყურებთ ყოველთვის ზესახელმწიფოებს, მაგრამ თითქოს გვავიწყდება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ძირითადი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ როგორ ქვეყანას ვაშენებთ, რანაირ ქვეყანას ვაშენებთ და რა როლი უნდა გააჩნდეს ამ ქვეყანას თუ იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ. კავკასიის, სამხრეთ კავკასია ავიღოთ, თუ გინდ კავკასია და შემდეგ ევროპა და ასე შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. კარგით, მადლობთ. ბატონ ამირა, თქვენ მინდა მოგმართოთ. მაქვს მიკროფონი. შესაბამისად ახლა იმ საკითხებზე, რაზედაც უკვე ბატონებმა ისაუბრეს, ჩვენ ყველა თქვენთაგანს აქვს საშუალება და შესაძლებლობა, რომ ასევე გაამახვილოთ ყურადღება, თუმცა აი არის ესეთი მოსაზრება, რომ დღეს კავკასიონი და თრიალეთი აღარ ასრულებს თავდაცვის იმ რაღაცა პლასტს, რომლითაც ჩვენ ოდითგანვე ვიცავდით თავს. ამ შემთხვევაში ზუსტად ეს განაპირობებს გარეშე ძალების, ესე ვთქვათ, ინტერესს ჩვენს მიმართ და შესაბამისად საზღვრის დაუცველობა განაპირობებს
ჩვენს განაპირა რეგიონების სეპარატიზმისკენ მიდრეკილებას. და საერთოდ გლობალურ ასპექტში რა უნდა ჩვენგან მსოფლიოს? იქნებ ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამანდამაინც ჩვენი ქვეყნის მიმართ თუ ჩვენი პარანოია და გვეჩვენება ეს ყველაფერი? დიდი მადლობა. იესალმები ასევე თქვენს ტელემაყურებელს, პირველად ვარ თქვენს ტელევიზიაში წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. ახალი ტელევიზია. მოდით კონი დრო გვაქვს და მეც ორ სიტყვას მაშინ დავამატებ წინა სიტყვებს და შევესწრები შემდეგ თქვენი კითხვა ასე ვთქვათ წამოვწიო და გადავცე ესტაფეტა ჩემს მეგობრებს. იქიდან დავიწყებ ძალიან ორი სიტყვით აი თქვენ დასვით კითხვა რას ვიცავ და რატომ ვიცავ და მე მინდა ბატონ გენერლებს ბატონ ოფიცრებს გავახსენო აი ეს რაღაც რომანტიკული განწყობა რაც ჩვენ ქონდა დაახლოებით ასე 25 წლის წინ სანამ ჯერ კიდევ ომი დაიწყებოდა როცა იშლებოდა საბჭოთა კავშირი თუ დაიშალა ფაქტიურად და დაიწყო ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მასთან ერთად როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტი არმიის ჩამოყალიბება. ომი და უბედურება შემდგომში მოყვა და მგონი არ გადავაჭარბებ რომ თქვა რომ დაძახება არავის არ დაჭირვებია ფაქტიურად ვისაც წინაპრების ყივილი ეძახოდა და ასობით ოფიცერი შეიძლება მეტიც ალბათ საბჭოთა არმიიდან თუ უკვე რუსეთის არმია იყო ვინ როდის გადმოვიდა ყოველგვარი დაძახების გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ და ძალიან ბევრი ჩამოვიდა უკვე მაშინ როცა უკვე ომი იყო გაჩაღებული ქვეყანაში და მე კი არ დავყოფ მაგრამ დასაფასებელია ეს ხალხი და ყველა ჩვენთაგან შეგვიძლია გავხსენოთ ის დრო რატომ წამოვედით რატომ ჩამოვედით ხო სამშობლო გვეძახოდა და ეხლა რა არის სამშობლო ეს ცოტა ფართო თემა არის ეხლა ბატონებმა ისაუბრეს და აღარ განვავრცობ მაგრამ ეს იყო ზუსტად გვეძახოდა ის რაც სიცხში გვაქვს გენში გვაქვს აღზრდაში გვაქვს და აღზრდაზე და ამ ყველაფერზე შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ შემდეგი საკითხი რაზეც იყო აქ საუბარი დავიწყებ თქვენ პრეზიდენტზე დასვით კითხვა და ბევრი რამ სწორად თითქო უბრალოდ დავამატებდი და მინდა ტელემაყურებელს ორი სიტყვით დავუხსნა ანუ რა არის შეარაღებული ძალების მართვა ანუ ჩვენ რომ საუბრობთ მართავს თუ არა პრეზიდენტის შეარაღებულ ძალებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტია წინა პრეზიდენტი გასაგებია იქ ფაქტიურად ერთმართველი იყო აღმასრულებელიც იყო და უმაღლესი მთავარსარდალიც ხო ანუ მთელი ძალაუფლება იყო მის ხელში თავმოყრილი დღეს არის ისე რომ ფაქტიურად უშროების საბჭოს გარდა უმაღლეს მთავარსარდალს არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია. მე ბევრჯერ დავწერე და რა ვიცი, საუბრებშიც ვამბობ, რომ უმაღლეს მთავარსარდალს უნდა გააჩნდეს სამხედრო ინსპექცია, ანუ შეარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების რაიმე სტრუქტურა. ან პრეზიდენტს, ან თავდაცვის მინისტრს. თავდაცვის სამინისტროში არის გენინსპექცია, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვა ფუნქციებით არის დაკავებული და იქ სამხედრო ხალხი ხო, სამხედრო ადამიანები, სპეციალისტები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, იქ წარმოდგენილები არ არიან. დაუბრუნდები მე ამ საკითხს, ანუ რას ნიშნავს მართვა? პირველი ვიწყებთ იქედან, ანუ თქვენ რა კითხვას დასვით თავიდან, რომ რას ნიშნავს გვინდა თუ არა თავდაცვა საერთოდ? თუ გვინდა ვისგან რა ამოცანების შესასრულებლად, ანუ ვაყალიბებთ რაღაც მოთხოვნებს შეარაღებული ძალების მიმართ, ხო? ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაყალიბებთ შეარაღებულ ძალებს, როგორი არმია გვჭირდება, ყალიბდება ამ სტრუქტურის ბიუჯეტი და ასე შემდეგ. შემდეგ მე რატომ მივდივარ ინსპექციისკენ და რატომ მიმყავს? სამოქალაქო ხელისუფლებას უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, რამდენად ეფექტიანად ითვისებს სამხედრო სტრუქტურა გამოყოფილ ფინანსებს. ანუ არის თუ არა ის მზად ქვეყნის დასაცავად. აი ეს არის ამოსავალი წერტილი, ანუ ხარჯავ ფულს და ვამოწმებ, ხარჯავ და ვამოწმებ. არის რაღაც პროექტები, პროგრამები, ახლა საჰაერო თავდაცვა არის ისევ გააქტიურებული და არის სხვა პროექტები, ხო? კი ბატონო, გამოიყოფა თანხები, რომ პრეზიდენტს უნდა კონდეს ბერკეტი, ეს პროცესები ამოწმოს. ეს როგორ ჩამოყალიბდებიან ახლა მით უმეტეს უკვე ამ ახალ რეალობაში, ახალ კონსტიტუციაში ფაქტიურად ჩამოყალიბდა ახალი პარლამენტი. პარლამენტს არა აქვს ეს ფუნქცია. პარლამენტს არანაირი შემოწმებითი ფუნქცია არ გააჩნია იმისათვის, რომ შეარაღებული ძალების ზადყოფნა შეამოწმოს. ასევე არ გააჩნია აქ საუბარი იყო, ხო, აქ საუბარი იყო ორ საბჭოზე,
და მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ პრემიერთან არსებული საბჭო ეს არის კრიზისების მართვის საბჭო, ის აბსოლუტურად სხვა ფუნქციებით არის დაკავებული. რაც შეეხება უშროების საბჭოს, რა თქმა უნდა, ეს არის სათადბირო. ანუ უშროების საბჭოსაც უშროების საბჭო შეუძლია მოусმინოს მაგალითად შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, მაგრამ მის მოხსენებას ვერ შეამოწმებს, მათ არანაირი ინსტრუმენტი არ აქვთ, რომ შეამოწმონ გენერალური შტაბი. ორი სიტყვით ვიტყვი, რაც ეხება შემოწმება ხო უნდა შეგესწროს. არა, უშროების საბჭო ესე იყო თავიდან? უშროების საბჭო ესე იყო და იყო ცალკე გენერალური ინსპექცია პრეზიდენტი, რომელიც გაუქმდა. ეხლა აღარ წავალთ ჩვენ ალბათ იმ დეტალებში, რატო გაუქმდა, მე ვთვლი რომ შეცდომა იყო, მაგრამ დღეს ახალი ხელისუფლება ამ საკითხებზე უნდა ჩამოყალიბდეს. სავალდებულო სამსახურს რაც ეხება, ეხლა იცის ყველამ ჩემი პოზიცია, რომ სავალდებულო სამსახური აუცილებელია ჩვენნაირ ქვეყანაში და თუ იქნება ცალკე მერე საშუალება შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ თუ რატომ არის საჭირო. მინდა გითხრათ და ტელემაყურებელს უთხრა, 2 დღის წინ შედგა თავდაცვის მინისტრთან ბატონ ლევან იზორიასთან შეხვედრა, მოწვეული იყო საზოგადოების წარმომადგენლები, მეც ვიყავი მიწვეული და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ბატონმა მინისტრმა გამოაცხადა, რომ იმსჯელებს სპეციალისტებთან ერთად ამ თემაზე და შეეცდება, რომ ჩართოს საზოგადოების ფართო წრეები, ну რამდენად ფართო წრეები ჩაერთვება სხვა თემა არის. ეხლა 2 დღეში იქნება მინისტრის პრეზენტაცია. ესე იგი წარმოადგენს მინისტრის ხედვას და ახალ დოკუმენტს სტრატეგიული მიმოხილვის. ამის შემდეგ უკვე მე უფრო ფართოდ და ღიად ვისაუბრებ ამ საკითხებზე, მანამდე უბრალოდ თავში ვიკავებ, რაც იქნა განხილული, ესე იგი იმ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრ საკითხში ვეთანხმები და ერთ-ერთ საკითხს გავუსვამ ეხლა ხას, ანუ აქ საუბარი იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ერევა შეერაღებული ძალების ფუნქციაში. დღეს ისეთ მდგომარეობაშია შეერაღებული ძალები, ბოლო 10 წლიანი ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამ თემაზე. რომ თავდაცვის მინისტრს უჩნდება გაწყობა, რომ ჩაერიოს ამ საკითხებში. ეხლა აი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ეხლა წამოწია დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა, ეს არის კადრების ოპტიმიზაცია. და იქ ისეთი მდგომარეობა არის, რომ არ ჩაერიოს, აი ესე გაგრძელდება სახსრების, მე მაგას ვიტყვი ეხლა რა თქმა უნდა და ასე რომ გაგრძელდა, შეთვალეთ რომ ძალიან დიდი რესურსები იხარჯება ფუჭად, მაგრამ აი სწორი შენიშვნა იყო ბატონი გურამის, რომ ეს არის სუფთად გენერალური შტაბის უფროსის საქმე. ანუ მინისტრს უწევს, ხო, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალიც ხო არ ერევა იქ მაგალითად ბატალიონის მეთაურის დანიშვნაში და მექანიკოსების და დამლაგებლების და ასე შემდეგ. გენერალური შტაბის უფროსის ქვემოთ რა სტრუქტურებიც არის, აი ყველაფერი, ესე იგი საკადრო საკითხები არის მისი ფუნქცია, მაგრამ როცა ვერ წყვეს თვითონ, უკვე ერევა თავდაცვის მინისტრს. შეგეკითხოთ, აი ეს რაღაც გარკვეული ასიმილაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბებული ადამიანის თავდაცვის სისტემაში ხელმძღვანელობას გულისხმობს. რამდენად ეფექტურია და რამდენად ქმედითია თქვენი აზრით? არის იცით ჩვენთვის მთავარი არის რომ ფუნქციები გაემიჯნოს მკაფიოდ. იქ სამოქალაქო პირი იქნება სუფთად თუ ყოფილი სამკარგია რომ მაგალითად ესეთი გამოცდილი ხალხი ყოფილი სამხედროები დაენიშნოს თავდაცვის მინისტრად და მას გაუიოლდება ბევრ ქვეყანაში ეს. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მე გამოვაქვეყნე რამდენიმე თვის წინ ბოლო 5 მინისტრის ბიოგრაფია. ზოგი დაზვერვიდან არის, ზოგი სამხედროა, ერთი სამოქალაქო იყო. ისე ბატონო დავით ბძანა 4 შაბათის გადაცემაში ერთგვარი ესეთი იდეა, რომ სულ ცოტა 1 წლით მაინც პრემიერ-მინისტრმა შეითავსოს თავდაცვის სამინისტრო და ამით ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიცეს ამ სტრუქტურას. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? მე 1 წლით არა, უბრალოდ კიდევ ამბობ დღეს ხელისუფლება უნდა 1 წლით არ გამოვა, ამაზე ჩამოყალიბდეს უნდა ხელისუფლება და მიიღონ გადაწყვეტილება. ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო მოდელია, ანუ სადაც პრეზიდენტი არის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობით ფუნქციების მატარებელი და დამბალანსებელი და აქვს რაღაც საკითხებში შეუძლია ვეტო დაადოს ან დავრობა დაითხოვოს, ახლა ჩვენ არა ვართ კონსტიტუციონალისტები და ამ საკითხებში მე არ შევიჭრები, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ეს იტალიაში, გერმანიაში და ძალიან ბევრ ესე იგი იგივე ნატოს ქვეყანაში და არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებში. ამიტომ აი ეს საკითხი მე რატო ვამბობ ბერკეტებზე? ხო, ბერკეტებზე რატო ვამბობ? როცა პრეზიდენტს ბერკეტი აღარ აქვს, ანუ ფინანსების გამოყოფა არ შეუძლია.
შემოწმება კვალიფიციური რამდენად მზად არის აი პრეზიდენტს რისთვის ჭირდება დღეს იყოს უმაღლესი მთავარსარდალი ომი რო დაიწყოს პასუხი ხომ მან უნდა აგოს ერთპიროვნულად ხო და რა ინსტრუმენტი აქვს მას იმისათვის რომ შეამოწმოს როგორ არის დღეს მზადყოფნაში შეიარაღებული ძალები ერთხელ მაინც გამოუცხადებია შეიარაღებული ძალებში მზადყოფნა სადმე მისულა არა ან რომ მივიდეს და გამოაცხადოს როგორ შეამოწმებს ვერ შეამოწმებს მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ეხლა ბატონ დავითთან და ბოდიში რომ აი და მე იმ კითხვაზე აუცილებლად დაგიბრუნდებით რომელიც თქვენ არ გამესთ პასუხი ბატონ დავით მე მინდა თქვენ მოგმართოთ და კითხოთ თუ იმაზეც გაამახვილებთ ყურადღებას რაზედაც ჩვენ საუბრობთ ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ თქვენის აზრით რა საჯარისო შენაერთები უნდა ფუნქციონირებდნენ ქვეყანაში რომ თავდაცვის უნარიანობა იყოს ეფექტური კი ბატონო რა აფერხებს ჯარის განვითარებას დიახ ანუ ჩვენი სამხედრო უწყების განვითარებას მთავარი შემაფერხებელი მოტივი არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის უქონლობა ის რესურსი რომელიც ჩვენ გვაქვს ამოწურვადია და ამ რესურსის მომწოდებლები არიან ზესახელმწიფოები ჩვენ ძირითადად გვაქვს ან რუსული შეიარაღება ან ამერიკული შეიარაღება შესაბამისად გვაქვს მისი შესაბამისი ტყვია-წამლის მარაგებიც ეს დაუშვათ ომის პირობებში ეს მარაგები რამდენი ხანი გასტანს არავინ არ იცის ბოლოს ამოიწურება და ჩვენ ვართ დამოკიდებული იმ ზესახელმწიფოს ნებაზე ვინც გვაწვდის ამ მარაგებს ანუ ჩვენ უკვე ვეღარ ვაწარმოებთ ვერც დამოუკიდებელ სამხედრო პოლიტიკას და ვერც დამოუკიდებელ პოლიტიკას საერთოდ აქედან გამომდინარე პირველ რიგში ჩვენი სამრეწველო კომპლექსი უნდა განვავითაროთ მაგრამ სამრეწველო კომპლექსის განვითარება შეუძლებელია სამეცნიერო დაწესებულებების განვითარების გარეშე დღეს საქართველოს მეცნიერება ასე ვთქვათ ყდომას განიცდის იმიტომ რომ დაინგრა და განადგურდა ის ლაბორატორიები ის ფუნდამენტური მეცნიერების ლაბორატორიები რომლებიც იყო ის წინათაობის მეცნიერები ვისაც ახალი თაობა უნდა გაეზარდა და ესწავლებინა ფაქტიურად თაობათა ცვლა ხდება და მიდის ამ ქვეყნიდან ანუ ჩვენ გვაქვს წყვეტა და ეხლა ის დროა აი ეს პოტენციალის მოვაგროვოთ კარდაკარ ვიაროთ არჩევნებზე რო დადიან კარდაკარ ჩვენ მეცნიერები კარდაკარ უნდა მოვაგროვოთ იმათმა ახალი თაობა უნდა გაზარდონ და ჩვენი საკუთარი სამრეწველო კომპლექსი ჩამოვაყალიბოთ სირცხვილი ელემენტარულად 21 საუკუნეში ჩვენ სასრულ იარაღს ვერ ვაწარმოებთ ჩვენ ხო ან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები გვაქვს ან ამერიკული ავტომატები გვაქვს რასაკვირველია აქედან გამომდინარე განვითარებაზე აი ჯარის განვითარებაზე ამ ხრივ ლაპარაკი ზედმეტია ჩვენ არა ვართ დამოუკიდებლები ამ ჯარის განვითარების სფეროში ეს ერთი და თავარია მე მგონი ეხლა მეორე ნაწილია კიდე ჯარის მორალურ-ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა რასაც თქვენ წაღამძანეთ აი რატომ ვიცავ მე სახელმწიფოს მე სახელმწიფოს ვიცავ მაშინ როცა მაქვს სამშობლოს განცდა და სამშობლოს განცდა იწყება ოჯახიდან და ოჯახიდან თუ იწყება სამშობლოს განცდა თუ გვაქვს ტრადიციული ოჯახები მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება მაგრამ როგორც ახლა უყურებთ დღევანდელი საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარება გვიჩვენებს რომ ჩვენ ძირითად შეტევას ახლა არა ფრონტის ხაზზე არა იარაღით განვიცდით არამედ ოჯახის ინსტიტუტზე განვიცდით ანუ ჩვენი თავდაცვა კომპლექსურად უნდა რეაგირებდეს ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ იარაღით ჩვენ ბევრ ინსტიტუციურ შემოტევას განვიცდით ერთადერთი დღეს ვინც ამ ოჯახის ინსტიტუტს ასე ვთქვათ ხმალამოღებული იცავს და ძლიერად დგას და გავლენა აქვს ეს არის საქართველოს ეკლესია ამ ხრივ მადლობა ღმერთს და კიდევ ერთი აი მორალურ-ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას დავამატებდი და უშუალოდ კაცი შეუძლებელია ომში წაიყვანო და წინასწარ ან ისეთი მაღალი იდეალი არ მიცე როგორც მართლა სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს ცნება ან ტრის ზიზღი არ გაუღვიო ხო ან ორივე ერთად აქედან გამომდინარე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფას და იდეისთვის თავგანწირულები მაშინ არიან იდეა მაშინ არის ცოცხალი როცა მისთვის თავგანწირულები არსებობენ თუ იდეისთვის თავგანწირულები არ არსებობენ მაშინ იდეა მკვდარია ის ცოცხალი არ არის ანუ რისი თქმა მინდა ჩვეულებრივ აი თავის ოჯახში როცა მიუვარდებიან და კაცი ხელს გამოიღებს ეს არ ნიშნავს სიმამაცეს ეს არ ნიშნავს ასე ვთქვათ ძლიერ პიროვნებას ამას უბრალოდ კრუხიც აკეთებს ჩვენ
ოჯახების ინტეგრირებული აღზრდა გვაძლევს იმას, რომ ცოტა მეტი გავიღოთ, გამოვიდეთ ჩვენი ამ ასე ვთქვათ, პირადი კერძოს დაცვიდან და ვიზრუნოთ საერთოზე, საზოგადოზე, სამშობლოზე. აი სწორედ აქ იწყება სამშობლოს განცდა. შეფერხებაც მე მგონი ამაშია ყველაფერში. და თუ ნებას მომცემთ, ორ სიტყვას დავამატებ კიდევ საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. რაღაც გაუკურმართებული სახეა დღეს ამ სამსახურის ცნებას. და რატომ? აი მარტივ მაგალითს მოვიყვანო 2008 წლის ომიდან. ყვითელი ავტობუსებით ჩვენი რეზერვისტები, ორ კვირაში მომზადებული, სხვა საკითხია როგორი მომზადებულები იყვნენ, 2 და 3 კვირაში მომზადებული რეზერვისტები. ჩაიყვანეს გორში. და აღმოჩნდა რომ მათ არ ყავდათ მეთაურები. იმიტომ რომ იმ მეთაურთა ეს 2008 წელს გული. დიახ, ეს ახლა წესია, რა მნიშვნელობა აქვს. იმ მეთაურთა ხელმძღვანელობა, რომელიც ეს კადრები მოამზადა თავის დროზე, მიიღო ერთი ნაკადი, გაუშვა, მიიღო მეორე ნაკადი, გაუშვა, მიიღო მესამე ნაკადი, გაუშვა. ანუ გარკვეულწილად მომზადდა ჯარისკაცთა და სერჟანტთა რაღაცა კონტინგენტი. მაგრამ კანონით არ იყო გათვალისწინებული ოფიცერთა, რეზერვის ოფიცერთა კონტინგენტი. დღესაც არ არის. ანუ კათედრები გაუქმდა საქართველოში, უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრები, ვისაც რეზერვის ოფიცრები უნდა მოემზადებინა. და გამოდის რომ მაშინ უმეთაურო ჯარი აღარ არის, ის ბრბოა და ძალიან საშიშია თუ ის შეარაღებულიც არის. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც ლიდერი გამოჩნდეს ამ დროს და ეს შეარაღებული ხალხი სულ საპირისპირო მხარეს შეატრიალოს. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა საყოველთაო ეს საერთოდ ფუფუნება აქვს ქვეყნისთვის, ახლა ჩვენი ბიუჯეტი რამდენად მოერევა, რამდენად გაწოდება ამ ყველაფერს, იმიტომ ამას დაანგარიშება უნდა. მარტო ის არის, წაღან ვახსენეს სამრეწველო კომპლექსი. ჯარისკაცი რო მოამზადე და მზად ყავს ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მობილიზაცია გაუკეთო, მისთვის უნდა გეგულებოდეს შეიარაღებაც, ეკიპირებაც, საჭმელიც, მატერიალური უზრუნველყოფაც, ანუ ყველაფერი თუ ეს ყველაფერი არ არის გათვლილი, მაშინ აზრი არ არის გათვლილი და უბრალოდ არ გვაქვს ჩვენ კომპლექსის არ გვაქვს, სამრეწველო კომპლექსი არ გვაქვს. დაუშვათ რამდენი სასროლი არ გვაქვს, რამდენი ჭური გვაქვს, რამდენი ტყვია წამალი გვაქვს. აქედან გამომდინარე, კაზრს კარგავს ყოველივე ეს, ამიტომ უკუღმა დაწყებული საქმე ჯობია შემოვატრიალოთ, დავიწყოთ კათედრებზე რეზერვის ოფიცრების მომზადება, დავიწყოთ ჯარისკაცების რეზერვში მომზადება, მაგრამ ამ ყველაფერს განხორციელება ალბათ ეტაპობრივად დაჭირდება, იმიტომ რომ საყოველთაო გამოიწვევს ჯარისკაცთა დისკრიმინაციას. ჩვენი დღევანდელი ეკონომიკა ყველა ჯარისკაცის გაწევას ვერ უზრუნველყოფს. ვერ ჩავაცმევთ, ვერ ვაჭმევთ. ანუ მოხდება ნაწილობრივი გაწევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა დარჩება სახლში, ვიღაცა გაიწევენ. ანუ ვიღაცას დავავარდებულებთ ჯარში იმსახურეს და ვიღაცას ვერა. დიდი მადლობა. ბატონ დიდენ, კომპლექსური ხედვა თუ არ იქნა, შესაბამისად თავდაცვის უნარიანობა არ განვითარდებაო, აქ ასეთი დასკვნა გამოვიდა. შესაბამისად თავისთავად ის მომდინარე თაობა, რომელიც მიდრეკილია ამ სივრცეში შემოვიდეს, როდესაც ხედავს ვეტერანების მიმართ რა დამოკიდებულება და როგორ ფასდება, ესე ვთქვათ, ვეტერანების ცხოვრება ამ ქვეყანაში, შესაბამისი განცდაც ეუფლებათ და შესაბამისი სურვილებიც. თქვენ რა სიტყვით, როგორი ვითარება დღეს ამ კუთხით და როგორ უნდა განვითარდეს პროცესები? მოგესალმებით, მოესწრებით ჩვენს მაყურებელს. მე ცოტა მინდა დავიწყო მიმართულებით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში საშიშროებას წარმოადგენს ის მთავრობა, რომელიც შემხურია უცხო ქვეყნებისკენ, მათ დაკვეთებს ასრულებს და ის უნდა იყოს ის ბარომეტრი, მათაც ის ხელისუფლება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს და დაცვის უნარიანობას, ახალგაზრდების მომზადებას, თუნდაც დავიწყოთ რეზერვებით და კარგად ითქვა მეგობრებმა გამოხატეს და ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც გავიარეთ ეს ყველაფერი დაწყებული საბჭოების პერიოდიდან, რომ ეს იყო სავალდებულო სახელმწიფოს დაცვა და ეს ძვალბირში ჰქონდა თითოეულს გამჟდარი. დღეს ახლა რო უყურებთ, უბრალოდ ესე იგი ძალიან სავალალო მდგომარეობა ამ მიმართულებით. თუნდაც მე ყველაზე მეტი შეხება მაქვს ვეტერანებთან და მებრალება ეს ხალხი. მებრალება, იმიტომ რომ მათი მიერ გავლილი ცხოვრებისეული გზა, ეს არ იყო 2 საათიანი, 2 დღიანი ომები, ეს იყო 45-დან დაწყებული 45-მდე თავიანთი დაწყებული ამერიკა-კავკასიიდან ბერლინამდე არიან ჩასული ეს ხალხი და მათი დაფასება რაღაც ისეთი მასშია მით უმეტეს დღეს, რომელიც ალბათ
ასეთ რესპუბლიკებში არ არის ის მდგომარეობა, რაც ჩვენ ესე იგი ვეტერანებს დიდი სამომის მომართლების მიმართ არის განსაზღვრული. მე არ მინდა ხარ შორს წავიდე, მაგრამ თავარი ის არის, რომ განწყობაც ახალგაზრდების იმის რომ ღმერთთან უკრას, მაგრამ დაჭირდეს სამშობლოს და ჩადგეს ის ამ წყურში, მე არ მგონია, რომ აქ მართლაც საგანგაშო მდგომარეობა და საჭიროა, რომ ამ ხალხს როგორც იტყვიან, აკუნიდან ისევე სკოლიდან უნდა დაიწყოს ის აუცილებელი სწავლება, ის გავლა იმ კურსების, რომელსაც თუნდაც იარაღის ნაწილების სწავლება, რომ როგორ იხმაროს, როგორ გამოიყენოს და როგორ დაიწყოს ესე იგი თავისი შემდგომი სამხედრო მიმართულებით მუშაობა. ასე რომ სამუშაო ბევრია. ჩვენ მქონდა პრაქტიკაში წინა მთავრობის დროს დავაყენეთ რამოდენიმე საკითხი, რომ ახალგაზრდების პატრიოტული არზდა აუცილებლად წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ასეთი განათლების სისტემიდან, თუნდაც თავდაცვის ხელმძღვანელობიდან, ყოფილი ხელმძღვანელობიდან ყურად არ მიიღეს ჩვენი თხოვნა და ფაქტიურად ეს დარჩა ღაღადებელი ცისა რო იტყვიან. ასე რომ პირველ რიგში ალბათ მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ ეს საკითხები პირველ ეტაპზე დააყენოს. დიდი მადლობა. ბატონო ამირან, მინდა ისევ დაგიბრუნდეთ და ის გაუცემელი კითხვაც გაგახსენოთ. ერთგვარი ცდუნება და ერთგვარი ის სტერეოტიპი, როდესაც შენ ხარ ძლიერი და შენთან შეხების ეშინიათ. ვიზე შეიძლება იმოქმედოს ამან? ანუ რა სივრცეებზე ვიქნებით ჩვენ თავდაცვის უნარიანი? აგერ ფაქტის ახეზია მიუხედავად ჩვენი თავდადებისა და თავგანწივრისა 2008 წლის ომში ჩვენ რუსეთთან ვერ გაუტოლეთ ჩვენი ძალისხმევა თავისთავად და ის ძალთა ბალანსი იყო ცადა დედამიწასავით განსხვავებული. ასეთივე დამოკიდებულება შეიძლება ვიფიქროთ თურქეთთანაც და ნებისმიერ დაუშვათ სხვა ძლიერ ქვეყნებთან. რაზე იქნება ორიენტირებული ჩვენი თავდაცვის უნარიანობა, რა პირობების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ეს ერთი საკითხი მაინტერესებს და მე აუცილებლად დავუბრუნდეთ იმ თემას, თუ რა ცნობიერებით საზრდოობს გარე სამყარო საქართველოს მიმართ, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა უნდათ ჩვენგან? ჩვენგან რა უნდათ? ხო, ჩვენგან მოვსა მიკროფონი, მიჩვეული ვარ აქ. ჩვენგან ისტორიულად ყოველთვის რაღაც უნდა ყველა სახელმწიფოებს ახალს არაფერს ვიტყვი, რომ მდებარეობა გვიწყობს ხელს, სამეზობლოც გვიწყობს ხელს და რამდენიმე, ასე ვთქვათ, ზოგი ზე სახელმწიფოა, ზოგი კიდე დიდი სახელმწიფოები არის ჩვენი სამეზობლოდან, რომლებსაც პირდაპირ საცოცხლო ინტერესები აქვს კავკასიაში, რეგიონში და თავისთავად საქართველოში. ჩვენი შეარაღებული ძალების მშენებლობა პესიმიზმით არ უნდა იყოს, რომ აი ჩვენ 2008 წლის ომი ახსენეთ და რუსეთს ომს ვერ მოუგებთ და შესაბამისად ჯარი გჭირდება თუ არ გჭირდება. ხშირად ვკითხულობ ხოლმე ასეთ რამებს და როცა რაღაც მაღალ მატერიებზე ვსაუბრობ და ესეთ კითხვებსაც ვამენ და კომენტარებსაც წერენ. თავისთავად ეს განაპირობებს ჩვენს ნატოს რაში გჭირდება. ხო? ხო, ეს რა თქმა უნდა ახლა ჩვენ 93 წელს როცა დავზავდით, ასე ვთქვათ, აი ამ პირველ ომში, შემდეგ შევედით დსთ-ში, რა მივიღეთ? არაფერი, მივიღეთ კონფლიქტის გაყინვა და მეტიც ვარესი პროცესები მივიღეთ, წავიდა იქ არალეგალური პასპორტიზაცია და ასე შემდეგ მოქალაქეობის მინიჭებები, დარიგებები, სახლებში ძალად არიგებდნენ ამ პასპორტებს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი საფრთხე. ხო, ზურგში დანის ჩართვა. რა თქმა უნდა, ეს არის ახლა დღეს, როცა ბრალს გვდებენ, რომ აი ჩვენ სადღაც დასავლეთისკენ წავედით, დასავლეთისკენ გეზის აღება საქართველოს მოუნდა რამდენიმე წელი, ანუ 93-დან სადღაც 98-19 წლამდე, ხო, 5-6 წელი უცქირეთ ჩვენ ყველაფერს, მივიღეთ გაყინული კონფლიქტი. მივიღეთ სიტუაცია, როცა 300,000 ლტოლვილის ოჯახები აქ უკვე თავიდან ქორწინდებიან, ბავშვები იბადებიან და ასე შემდეგ, ხო? ანუ იკარგება. ახლა მე არ მინდა შორს წავიდე ამ თემაზე. 2008 წელს რო დაუბრუნდეთ, აქ არ დავეთანხმები იმ პოზიციას, რომ აი
რუსეთი იყო, დიდი არმია იყო და ასე შემდეგ. ჯარი ჩამოიშალა ერთ დღეში, მაქსიმუმ ორ დღეში. მართლობა ჩამოიშალა მთლიანად. აი, გავიხსენოთ, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერით იყო ტელევიზიებში, როგორ გამოდიოდა იქედან ჩვენი ჯარი. რამ განაპირობა ეს? განაპირობა არაპროფესიონალიზმა, სამოქალაქო პირების ჩარევა, მაგრამ სამოქალაქო პირების ჩარევამდე იქ მართვაში თავი დავანებოთ. თვითონ არმია არ იყო ამისათვის მზად და მე მითო ვამბობ ხოლმე, რომ აი ესეთ სიტუაციას, როცა ჩვენ ყოველ წელიწადს 600-700 მილიონ ლარს ხარჯავთ და არ ვამოწმებთ შეარაღებულ ძალებს, რამდენად მზადყოფნაში არიან ისინი თავისი ამოცანების შესასრულებლად, შობია რომ მართლაც არ ყავდეს ამი. ეს დღესაც რაღაცა დაგვემართო, შეიძლება ესეთ ვითარებაში. მე არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, ეს დახურული თემები ახლა ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ყველანაირი ინფორმაციებს არ ვიტყვი რომ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ საკუთარი ანალიზი გაგვაჩნია თუ რა ამოცანების გადაჭრა შეუძლია დღეს შეარაღებულ ძალებს და მე ამ თემაზე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ. თუ ამის სურვილი აქვს, ბევრი საუბრობს, მე არ ვისაუბრებ და არ ვსაუბრობ ყოველ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ წვავეთ წერ ხშირად და კრიტიკით გამოვდივარ, ამ თემებზე შემიძლია ვისაუბრო იმ ხალხთან, ვისაც ამის უფლება აქვს. ეს არის თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. უნდათ ნდობის ჯგუფში და სადაც გაუხარდებათ. და შემიძლია დავასაბუთო და პირადად მე თუ კი რამეს ვამბობ, იმ სიტყვებზე ყოველთვის ვარ პასუხისგებელი და აი ხარად არაფერს არ ვსაუბრობ. ანუ ის არგუმენტები რომ აი დიდი ქვეყანაა რუსეთი და ჩვენ ესე იგი მაინც წავაგებთ ომს და ჯარი აღჭირდება მასე რომ უდგებოდეს ყველა სახელმწიფო ალბათ 200 სახელმწიფოდან არმია ეყოლება 15-20 ქვეყანას მეც არა ხო მასე რომ მიუდგეთ ხო შეიძლება მაგდენსაც არა რა ამოცანები უნდა შეესრულებინა 2008 წელს ჩვენ შეარაღებულ ძალებს ნუ აქ საუბარი ახლა შეიძლება სამხედრო ტერმინები შეეკავებინა მტერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ სახელმწიფო რომელიც ესე იგი წლების განმავლობაში ხარჯავს დაახლოებით რამდენი აი 2004-დან რო ავიღოთ 2008 წლამდე. ნუ დაახლოებით 2.5-3 მილიარდამდე ლარი არის შეიძლება მეტი მე ძალიან მოგზალებულად ვიღებ ამ თანხას ხარჯავთ ხო ბიუჯეტს და ჯარი ისლება 2 დღეში. აი ამაზეა საუბარი. რუსეთის ჯარი კი არა, იქ ამერიკის ჯარიც რო ყოფილიყო, ატომური ბომბი არავის არ უსრიეთ ჩვენთვის და რაღაც ისეთი განსაკუთრებული ესე იგი სარაკეტო ხო, ანუ ისეთი მასშტაბის ოპერაციები, რასაც ჩვენ უყურეთ მაგალითად ერაყში, როცა ამერიკის ჯარები შევიდა, რასაც ჩვენ უყურეთ უცქირეთ მაგალითად ბელგრადში და ასე შემდეგ. ვაკის მეათედი არ ყოფილა აქ, ახლა რა თქმა უნდა შეუძლია დახატონ, რომ აი ცაში 50 თვითმფრინავი იყო ერთდროულად. რას აკეთებდნენ მე? აი თბილისთან რამდენი ბომბი ჩამოვარდა? ერთი ჩამოვარდა, გაანადგურეს რადარი ქვიშიანისკენ, ორჯერ დამბომბეს ისა რა ქვია, თბილავი ამ შენი, მარნეული დაიბომბა, ანუ რაღაც ლოკალური მოქმედებები იყო წერტილოვანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს რა მასშტაბები, ამას ერთი რა სახარო თავდაცვის ძალები იყოფა მხოლოდ რომ აი ეს ელემენტარული რაღაც შეაკავო. და იგივე ავიღოთ ახლა იქ თუნდაც კონკრეტულად საბრძოლო მოქმედებების რაიონში, ცხინვალის რეგიონში. არ იყო იქ ისეთი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები და თვითონ რეგიონიც იძლევა რელიეფიდან გამომდინარე იმის საშუალებას, რომ ჩვენ 4-5 ბრიგადით იქ საბრძოლო მოქმედებები უნდა გვეწარმოებინა რა ვიცი მე კვირეების განმავლობაში. ანუ ამოცანა იმ პერიოდში შეარაღებული ძალების უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად დიდხანს გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისთვის, სანამ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერეოდა და შეაჩერებდა ამ კონფლიქტს და შეჩერების დროს ჩვენ აი ესეთ სავალალო მდგომარეობაში რომ მთლიანად დავტოვეთ, ყველაფერი არ უნდა აღმოჩენილიყავით. ბატონო მერე, ესე იგი ჩვენ ამას რომ საუბრობთ, გულისხმობთ რომ ესე უნდა იყოს დღესაც და ამის უნარი უნდა კონდეს დღესაც და უნდა კონდეს ამის უნარი, ამისათვის იქნება ჯარი, აბა რა თქვენ ჯარი ჩვენ თქვენ თუ შეიძლება ერთი დღისთვის ჯარი არ იქნება. ჩაებით საუბარში თუ შეიძლება ერთ ამას დავაბადოთ, თქვენ კითხვა დასვით რომ და ამ კითხვაში ასეთი კონტექსტით იყო ეს კითხვა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანა, მის ირგვლივ დიდი, ასე ვთქვათ, მონსტრები არიან, ეკონომიკურად, თავდაცვის უნარიანობით, რიცხოვნობით და ასე შემდეგ. არც ისე შორეულ წარსულში გადავიდეთ, ალბათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირისა და ფინეთის დამოკიდებულება. პატარა ქვეყანამ დაახლოებით მოსახლეობით იმდენივე იყო, როგორც საქართველოა დღესდღეობით, საბჭოთა კავშირი ბევრად უფრო ძლიერი იყო ეკონომიკურად, ვიდრე რუსეთია დღეს და ბევრად უფრო მოსახლეობითაც უფრო ბევრი იყო.
და მან ვერ შეძლო მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრზე წინ წაწევა იმ ხაზის გარღვევა, რასაც თავდაცვის ხაზი ქვია. ქვეყანამ შეძლო ემბზადებოდა წლების განმავლობაში, იცოდა საიდან საფრთხე, ასე ვთქვათ, მოდიოდა, ელოდა მას, შეძლო ამ მოკლე დროში თავისი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ისე მოწყობა, რომ საბჭოთა კავშირმა ფინეთის აღება ვერ მოახერხა. შორს არ წავალთ, აი ეს იქნება მარტო იმ პასუხი შეიძლება ითქვას იმ თქვენ კითხვაზე, რომელიც თქვენ დასვით. ესე იგი ეს არის აპრიორი მთავარი აპრიორი ის არის, რომ ქვეყანამ თავისი თავდაცვის უნარიანობა უნდა მოაწყოს სწორად. ხაზის მოწყობის შესაძლებლობა. სწორად უნდა მოაწყოს და ყველაფერი არის შესაძლებელი. ხშირად გავგიგონია ხანდახან დასავლეთში იტყვიან ხოლმე, რომ საქართველოში იტყვიან ხოლმე უბრალოდ რომ ჩხუბი მორევაზია. ამიტომ ესე აპრიორი ნუ ვიტყვით იმას, რომ ის დიდი ქვეყანა და ამიტომ ჩვენ თავი უნდა დავუხაროთ და მას რაც უნდა ის გადავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით იყო ზუსტად ჩემი კითხვა. მობილიზებული რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ გვაქვს კარგი მუსკულატურა თავისთავად ჩვენთან შეგვიძლია. აქვე მინდა ბატონ მიხეილ შევეხო ინსპექციის საკითხს, რომელიც ბატონ მამირანო, ბატონო გურამი და მეგობრებმა თქვეს აქ. თავდაცვის სამინისტროში თუ ვინმე გვისმენს, ალბათ იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ინსპექცია. ინსპექცია, რომელიც ასრულებს აუდიტის როლს ეკონომიური კუთხით ძირითადად და იმ მოკვლევის ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება მოახდინა, რომელიც დროს არსებობდა ჩვენს ჯარში, რომელიც მეთაურს გააჩნდა მის პრიორიტეტი, მოკვლევის, ასე ვთქვათ, ორგანიზებას აკეთებს მხოლოდ. მაგრამ ინსპექცია, რომელმაც საბრძოლო მზადყოფნა უნდა შეამოწმოს, ქვედანაყოფების რამდენად მზად არიან და რამდენად სწორად იხარჯება ქვეყნის გადამხდელის ფული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ამაღლებაში, აი ეს უნდა შემოწმოს. ამიტომ აუდიტი და სამხედრო ინსპექციის ურთიერთთანამშრომლობა ეს ორი სხვადასხვა მცნება არის. გასაგები. ბატონ თეგის, თქვენ თუ შეიძლება მოკლედ იდეა განვაუწოდა სხვა შორის ასეთი მცდელობა მე პირადად მქონდა და მივწერე თავდაცვის მინისტრს, მაშინ ბატონ ირაკლი ალასანია იყო და იგივე ასე ვთქვათ შეთავაზება გაუკეთე მას. იმიტომ რომ ეხლა ბატონ მამირანმა თქვა რომ ან პრეზიდენტთან ან თავდაცვის მინისტრთან, მაგრამ აი ამ ქვეყნის მმართველობის მოწყობის ამ სისტემაში მე ვფიქრობ პრეზიდენტთან ის ქმედი თუ უნარო იქნება. ანუ რაღაცას დადებს და უშუალოდ, მაგრამ შემდეგ ამას არ ექნება გაგრძელება, რეაგირება არ ექნება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ალბათ უფრო სწორი იქნება რომ თავდაცვის მინისტრთან არსებობდეს ეს ინსპექცია, ან თუ დაუშვათ პრემიერ-მინისტრი გახდება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, მაშინ პრემიერ-მინისტრთან. ეხლა სწორად ითქვა აქ რომ მილიარდობით მე მახსოვს ერთი პერიოდი რამდენიმე წელი მილიარდ ნახევრამდე იყო ბიუჯეტი თავდაცვის სამინისტროსი, ეს კეზერაშვილის დროს განსაკუთრებით. და კაციშვილს არ მოუკითხია, ასე ვთქვათ, სად დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა ეს ყველაფერი. იგივე აქ მე მინდა მივყავს თემა იქამდე რომ პასუხისმგებლობის ასე ვთქვათ გების საკითხი არ დგას ქვეყანაში. ანუ იგივე 2008 წელზე იყო საუბარი, ხომ? იქ გენშტაბის უფროსის შემდეგ წაგებული ომის გენშტაბის უფროსი დააწინაურეს, ის გვარდიის სარდალი, რომელმაც წამოაყენა ეს სამკვირიანი და ორკვირიანი რეზერვის მომზადების, ასე ვთქვათ, თემა, ის დააწინაურეს და მე მგონი ინსპექციის უფროსია დღეს თავდაცვის თუ გენშტაბის უფროსის მოადგილეა დღეს გენერალურ შტაბში. ანუ იმის მაგივრად რომ ამ ხალხს პასუხი ეგოთ კანონის წინაშე რომ 3 დღეში თუ 5 დღეში ასე ვთქვათ მთლიანად მიატოვეს ბრძოლის ველი და წამოვიდნენ, იმის მერე ესენი დაწინაურდნენ. ამიტომ სრულად ვემხრობი იმ აზრს რომ ასეთი ინსპექციის არსებობა აუცილებელია. ქვეყანამ უნდა იცოდეს რისთვის ხარჯავს ამ ხელას ახსრებს და რა შეუძლია მის შეიარაღებულ ძალებს. ანუ აქვს მას უნარი დაიცვას ქვეყანა. მე თქვენ პირდაპირ გეტყვით, ეხლა ამირანმა თავი შეიკავა, მაგრამ მე გეტყვით რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარები დასული არის, ასე ვთქვათ, სამშვიდობო ძალების დონებზე. ანუ ის მისიები, რომელიც აკისრია მას, მე ვფიქრობ რომ ეს არის ერთადერთი ამოცანა, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროს და ზოგადად შეიარაღებული ძალების წინაშე დგას და ეს აბსოლუტურად არ არის სწორი რომ ალბათ დამეთანხმებიან რომ იქ საბრძოლო მომზადების პროგრამა სულ სხვა არის, მიდგომები სულ სხვა არის
და შესაბამისად ეს ჯარი, რომელიც სამშვიდობო მისიებშია ჩართული, იგი სრულად ვერ აიღებს თავის თავზე ქვეყნის თავდაცვის საკითხებს. ბატონ გურავ, ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგახსენოთ, ეხლა ჩვენი ეს პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. ამდენად ჩვენ ცოტა ხანი შევისვენოთ და ზუსტად 5 წუთში გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა დროებით გემშვიდობებად გააგრძელებს სულ მალე არ გადავთოთ სხვაგან. მადლობთ. ერთად ვიხილავთ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას და უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც შეიძლება ითქვას ძირითად და მთლიან ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვებს შეუწყობს ხელს და მისცემს იმ საფუძველს და ბერკეტს, რომლითაც ჩვენი ქვეყანა განვითარდება და შესაბამისად ჩვენ ქვეყნის მთავარი საფუძველი ჩვენი მომავლის აღზრდა და განვითარება ჩამოყალიბდება. ისევ და ისევ დიდი მადლობა მინდა ჩვენ სტუმრებს მოვახსენოთ დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისათვის და ეხლა ყოველი თქვენთაგანი საუბრის დაწყების წინ გთხოვთ, რომ თქვენი სახელი და გვარი და თქვენი რეგალიები თქვენ თვითონ წარმოაჩინოთ დიდი ბოდიშის მოხდით. ამასთან ერთად მე მინდა გავაკეთო ერთი პატარა განცხადება, რომელიც შესაძლოა რაღაც გარკვეული პერიოდი სისტემურად მომიწიოს გამეორება და ხშირად ჩვენ გადაცემებში გავაჟღერო და მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებამ უნდა აიტაცოს მთელი შემართებით. საქმე ეხება იმას, რომ იუნესკოს მიერ 2016 წელი გამოცხადებულია რუსთაველის წელიწადად და ხედავთ, რომ ეს წელიწადი დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ქვეყანა ამ დღის შესანიშნაობას არ აღნიშნავს. გასაგებია, რომ ხელისუფლება დაკავებულია მეტად მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ფორმირების პროცესებით, ეს ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ და ამიტომ სრულად ესე ვთქვათ, არა აპოლიტიკურად თავისუფალმა მოსახლეობამ გადავწყვიტეთ ჩვენი კოალიცია ერთსულოვნების მხარდაჭერით ჩავატაროთ 20 ნოემბერს რუსთაველის დღესასწაული და რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნამდე მშვიდობიანი საზეიმო მსვლელობა ჩავატაროთ. ასე რომ თქვენც ბატონო გენერლებო და სამხედრო პირებო გთხოვთ შემოუერთდით ჩვენ ქართულ ხალხს და ქართველობამ დავამტკიცოთ ჩვენი ერთსულოვნება და ჩვენი ღირსება ამ ჩვენი ქართული გონის და ჩვენი ქართული სიმდიდრის მონაპოვარის მიმართ. ჩვენ შემოგვიერთდა ბატონი ვახტანგ მაისაია და მე მინდა მას გადავცე პირველად სიტყვა. ჩვენ აქ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. საერთოდ გვესაჭიროება თუ არა ის და რა მოდელში უნდა ჩამოყალიბდეს დაწყებული სახელმწიფო მოწყობიდან დამთავრებული ინსტიტუციონალიზება. გთხოვთ თქვენ შემოგვიერთდით და გითხარით თქვენი ხედვები. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, მოწვევისა მივესალმები ასეთ ღირსშესანიშნავ და მნიშვნელოვან სტუმრებს, თქვენ სტუმრებს, აქ მთელი სპექტრია წარმოდგენილი მეტრების, რომლებიც სამხსადაგიაში საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი, ასე ვთქვათ, პიროვნებები არიან, თავიანთი განვლილი ცხოვრების გზისა და მათი აზროვნების მასშტაბებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, სწორედ ასეთ აუდიტორიაში, ასე ვთქვათ, არ არის იოლი წარმოაჩინო ის მთელი სპექტრი და იმ საკითხს, რომელსაც თქვენ დასვით, ხო? საუბარი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. მე ალბათ უფრო შევეხები მის ეგრეთ წოდებულ გეოსტრატეგიულ ასპექტს, იმიტომ რომ როდესაც საუბარი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობასთან დაკავშირებით, ფაქტიურად დღევანდელი გლობალიზაციის პირობებიდან გამომდინარე, რადიკალურად შეიცვალა, კარდინალურად შეიცვალა თვითონ ომის წარმოების ფილოსოფია, ომის მე ვიტყოდი ასე ვთქვათ დაგეგმარების სტრატეგიაც კი და როგორც მოგეხსენებათ, ფაქტიურად 1970 წლის საერთაშორისო სამართლის ასე ვთქვათ დეკლარაციის მიხედვით ომი გამოცხადებულია უკანონო ქმედება და ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებიც არიან დღეს სიტყვა ეს ვთქვათ, ან არ შემდგარი ქვეყნის სტატუსი გააჩნიათ, ან გააჩნიათ იგივე ერთწოდებული ჰიბრიდული ქვეყნის სტატუსი და არიან ავტოკრატიული ტიპის ქვეყნებიც, ისინიც კი თავს არიდებენ, თუნდაც იგივე ომი აწარმოონ, როგორც თავდასხმის, ასე ვთქვათ, მე ვთქვი პოლიტიკის ერთგვარი ელემენტი, ხო? ის დაუშვათ ინსტრუმენტი. ამიტომ ფაქტიურად ყველა ცდილობს რომ დაუშვათ თუ რაიმე დაუშვათ ომის კუთხით მოიაზროს თავდაცვის ომების კონტექსტში. ამის არსებობს გაეროს წესების 52 მუხლი, რომელიც ფაქტიურად არის საერთაშორისო საზოგადოებისათვის მთავარი, მე ვიტყოდი, მარეგულირებელი ნორმა
დაუშვათ იგივე საომარი მოქმედების წარმოების კუთხით. ამავე დროს თვითონ სამხედრო სტრატეგიული კონტექსტიდან გამომდინარე შეიცვალა ომის თვითონ ტიპოლოგია და დაუშვათ ომის თვითონ ასე ვქვათ წარმოების მეთოდები. ეხლა დღეს უკვე საუბარია მეოთხე თაობის ომების კლასიფიკაციაზე, რომელიც ბუნებრივად განსხვავდება წინა წინა თაობის ომების კლასიფიკაციისაგან. რატომ? იმიტომ რომ ამ ომების ასე ვქვათ ძირითადი ასეთი ომის მეთქვა თავარი მიზანია არა იმდენად დაუშვათ მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება, მისი დაუშვათ იძულება, სიტყვა ეს ვქვათ სამხედრო და შეერაგებული გზით მოახდინოს მისი პოლიტიკური დაუშვათ ქვეყნის კაპიტულაცია, არამედ ფაქტიურად საუბარია მოწინააღმდეგის იდეოლოგიურად დაჯავნა და მისი მევიტყოდი კულტურული ფასეულობების შებრალვა. ამაზეა საუბარი და შესაბამისად ამის მერე უკვე ხდება ქვეყნის მევიტყოდის სრული დემორალიზაცია და ქვეყნის დამორჩილება გარკვეული მიზნებისა და ამოცანებთან დაკავშირებით. არის თუ არა ესეთი ტენდენცია, რომ თუ სუსტი ხარ, შენს მიმართ თუნებაა დაგჭაგროს. და შესაბამისად თუ ხარ ესე ვთქვათ განვითარებული ის ერიდება კი ბატონო მაგრამ მე გავაგრძელებ იმას რომ მოკლედ მოვიხილავ იმიტომ რომ ფაქტიურად კოლექტიური თავდაცვის პრინციპი გადავიდა კოლექტიური საფრთხეების პრინციპით დონე და დღეს ფაქტიურად საერთო საზოგადოება ცდილობს რომ შექმნას ესეთი სისტემა ანუ მორგებული სისტემა როგორც არის გაერო ეუთო რომლებიც თვით სამხრეთ პოლიტიკური ბლოკებიც კი რომელიც ფაქტიურად აგებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე გადასულიყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის გამტკიცებასა და განვითარებაზე ანუ ფაქტიურად დღეს სუსტი ქვეყანაც კი მეტნაკლებად გარკვეულწილად არის დაცული, მე ვიტყოდი, პირდაპირ აგრესიის და პირდაპირ ომის დაუწყებას. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები 90-91-ის კოალიცია. ნუ კოალიციის სისტემა შემოვიდა. კოალიცია არა, კოალიცია და ბლოკი, არა, კი ბატონო, კოალიცია და ბლოკი ორი განსხვავებული მე ვიტყოდი ტერმინია, ხო? ბლოკი არის დაუშვათ იგივე გრძელვადიან პერიოდში შექმნილი დაუშვათ სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ასე ვთქვათ, გათვლილია კონკრეტული სამხედრო დაუშვათ ანალოგიურ აგრესორის შესაკავებლად, ხო? კოალიცია არის მოკლევადიანი დაუშვათ გაერთიანება ორზე მეტი სახელმწიფოსი, რომელიც თავარი იდეაა, თუნდაც აგრესორის შეკავება და მისი ესე ვთქვათ, მე ვიტყოდი, თუნდაც თავის ადგილის მინიჭება, მონიჭება, ხო? მიბიჩნება დიახ. აქედან გამომდინარე, დღეს ფაქტიურად იგივე თქვენ აბსოლუტურად ზანეთ რომ დაუშვათ იგივე საქართველოს ომი თავისთავად ცხადია, ნახეთ, აი რომელიც მოხდა პირდაპირ აგრესიული შეტევა დაუშვათ რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთმა ფაქტიურად გამოიყენა ეგეთ მეთოდი იძულებითი მშვიდობის ფორმულა. ანუ ისიც არ ამბობდა რომ მან დაუშვათ მოახვია და გამოუცხადა ომი საქართველოს, შესაბამისად, მისი მთავარი მან გამოუცხადა ესეთი ჩააჯინა ასეთ ოპერაცია, როგორც იძულებითი მშვიდობის მე ვიტყოდი ოპერაციის კონტექსტში და იმისათვის რომ ხონობდა მას გამართლება თუ რომ წამოიწყო მას საომარი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ანუ თვითონ რუსეთიც როგორც ამ შემთხვევაში პირდაპირ აგრესია რო ესე ყოფილიყო დაუშვათ იგივე ერთა ლიგის ან მანამდე არსებული სისტემა გამოცხადებოდა პირდაპირ აგრესორ სახელმწიფოდ, ხო? ანუ რუსეთმაც კი ფაქტიურად თავი დაიზღვია და არ განაცხადა რომ ის დაუშვათ წამოვიდა. არ შემიძლია არ ჩაგიკითხოთ. ეს ყადაღებული თემა იყო, მე მახსოვს შუბლაძის ინტერვიუ მედვედევთან, როდესაც მედვედევმაც ასახად დააფიქსირა, რომ ჩვენმა საჯარისო შენაერთებმა რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩახოცეს. და ამან განაპირობა რუსეთის აგრესია და რუსეთის თავდასხმა. ეს მართალია, ეს სწორია, ეს ფაქტი იყო და ამაზე შემდგომ ჩვენი ქვეყნიდან არანაირი რეაგირება არ ქონა. არც მოთხოვნის იმისა, რომ დაუშვათ ეს ტყუილია და ცილისწამებაა და ან დაუშვათ რაღაცა იმის. ხო, ასეთი ფაქტს ბუნებრივია, ამაზე მეც მე მოგვრები შევეხები ამ ფაქტს. მაგრამ საერთოდ ველაპარაკოთ, არა, საერთოდ მე რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაჩნდა ახალი ტიპის მე ვიტყოდი ომის სახეობა, ჰიბრიდული ომი, ხო? როდესაც სახელმწიფო აწარმოებს სხვადასხვა მე ვიტყოდი ლატენტური ტიპის საბრძოლო ოპერაციებს, ისე რომ მეორე სახელმწიფო უბრალოდ არჩა შესაბამისად და ახორციელებს იგივე მეორე სახელმწიფოს მიერ აგრესიულ პოლიტიკას, ხო? ფარული გზით. იგივე თუნდაც სოციალური ოკუპაცია. ეს არის ფაქტობრივად კლასიკური ჰიბრიდული ომის მაგალითი, რომელსაც პირდაპირ ფაქტიურად აქვს იმის ისე რომ ფაქტიურად ესეთი ცოცავი ოკუპაციის, ანუ მე ვიტყოდი ლატენტური სამხედრო ხაზის არსებობა. აბსოლუტურად, აი ეს არის ჰიბრიდული ომი. ხო, სარკოზის შეთანხმებით, სარკოზისთან შეთანხმებული დოკუმენტით, რაღაც მაგაზეც იყო. ცით რა არის დაშვებული არ იყო ეს აღებული იქნა ის სამართლებრივი ხელშეკრულების ნორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ოსეთის ასე ვთქვათ პირობითად ადმინისტრაციული ერთეულის ასე ვთქვათ დაშვების კუთხით. ამაზე ჩვენ დავთანხმდით? კი, ამაზე სამწუხაროდ კი, ამაზე არსებობს იგივე, ასე ვთქვათ 6 პუნქტიანი დაუშვათ იგივე სარკოზი, მედვედევისა და სააკაშვილის შეთანხმება, ამას ითვალისწინებდა. ეს იყო ფაქტურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს არ იყო კლასიკური ტიპის ხელშეკრულება, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტურად დე ფაქტოდ ვართ
მდგომარეობაში რუსეთის ფედერაციასთან. ამ ფაქტიურად რო ავიღოთ, ხო, ომი როგორც ასეთი არ დამთავრებულა. ეს არის კლასიკური ტიპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მეტი არაფერი. რომელიც ნებისმიერ მხარე ამ ფაქტიურად არავითარი არ აქვს იმედი ვალდებულება, რომ არ გააგრძელოს საბრძოლო ოპერაციები. ან სამხედრო მოქმედებები დაუშვათ ნებისმიერ დროს ზემო მომენტში. აი სწორედ ჰიბრიდული ომის ერთი მაგალითი ცოცხ ოკუპაცია ამის რეალური მაგალითია. ანუ ფაქტი რომელიც რუსული მხარე აგრძელებს იგივე საბრძოლო ოპერაციებს, უბრალოდ მე ვიტყოდი არასამხედრო ინსტრუმენტების გამოყენების მეშვეობით. ეს არის ჩვენ თავდაცვის უნარიანობის განვითარება. ჩვენი სამხედრო განვითარება, ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ თავდაცვის სისტემების, მეცი ინსტიტუციონალიზმის და ასე შემდეგ დაწყებული უმაღლეს მთავარსარდლის ფუნქციიდან დამთავრებული ნებისმიერ სხვა დონემდე. რამდენად ახერხებს დღეს და თავის ესე ვთქვათ მოვალეობას ასრულებს და რა განვითარება ესაჭიროება, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აპელირება. ნუ ახლა თავისთავად ცხადია, მე უკვე თავისთავად აი მიდგომინა გამომდინარე, თუ იქან გამოვიდო ჩვენ კვლავ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში რუსეთის ფედერაციასთან, ეს ფაქტიურად არის იგივე საომარ მდგომარეობა და იგივე თუნდაც აფხაზეთში რაც მოხდა ეს ფაქტი რომ შეიქმნა ეგრეთწოდებული კოალიციური ასე ვთქვათ შეერაგა დაჯგუფება, რომელიც ფაქტიურად არის იგივე საარმეო დაჯგუფება, რომელიც უსამართლოდ შექმნა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ეს იქნება ეგრეთ დამოკრეს მახული უშუალოდ საქართველოს მიმართულებით უბრალოდ გრავიტაციის ცენტრი ჩამოიჩოჩა კრასნოდარის მხარედან უშუალოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და შესაბამისად დაუშვათ თქვა და საქართველოს სიტყვა ოკუპაციის განხორციელება გასძლებით გაიოლდა აი ამ ფაქტორებიდან გათვალისწინებით ფაქტიურად ჩვენ ვიყოფეთ სამგონო დღევანდელი რეალობა არ შეესაბამება იმ გეოსტრატეგიულ დაუშვათ ძალთა ბალანსის მოდელს რომელიც საქართველოს იმყოფება დღევანდელი თავდაცვის უნარიანობის სახელმწიფოებრივი მოწყობის აბსოლუტურად გეტავა აბსოლუტურად თავდაცვის უნარიანობის სისტემა ფაქტობრივად მოშლილია დღეს ჩვენ სიტყვა ეს ვთქვათ რა ამოცანები უდგას შეერაგებულ ძალებს და თვითონ რა ამოცანები უდგას სახელმწიფოს რომ დაუშვათ იგივე გეოსტრატეგიული ამოცანა შეასრულოს თუნდაც იგივე გროსტრატეგიის დონეზე მე არ ვამბობ იგივე ტაქტიკურ დონეზე და დაუშვათ იგივე ვიტყოდი თუნდაც იგივე დიდი პოლიტიკის ან გეოპოლიტიკის დონეზე, ხო? ანუ ჩვენ ფაქტიურად აი ეს ორი ეტაპი, ანუ ტაქტიკური დონე, სიტყვა ეს ვთქვათ, გროსტრატეგიის დონე, ანუ გეოპოლიტიკა, გეოსტრატეგიული დონე, ფაქტიურად ჩვენ გვაქვს მოშლილი. დაგვრჩენებ ვთქვათ ტაქტიკური დონე და ტაქტიკურ დონეზე ფაქტიურად არის დღევანდელი ჩვენი თავდაცვის უნარიანობის სისტემა მოწყობილი. მეცაც გეტყვით, ჩვენი დაუშვათ დღევანდელი შეერაგო ძალები დღეს მე მაგონებს იგივე ცალფეხა ჯოს მაგალითს. ელემენტარულად ჩვენ სახეობების მიხედვით ვთქვათ მხოლოდ ერთი სახეობა, სახელმწიფო ჯარები და დანარჩენი სახეობების არსებობა სამწუხაროდ არის აბსოლუტურად ნულიფიცირებული. აი ერთ ეს სახეობის ტიპის შეერაგებული ძალების წინაშე არსებული ამოცანები როგორ შეიძლება დაუშვათ განვიხოთ ამ ეტაპზე, ხო? ერთ სახიანი ტიპის შეერაგებული ძალები ყავდა ერთი მაგალითი ჩვენ მოვიყვანო, როდესაც მოხდა პირველი 92-91 წლებში იჩკერის ეგრეთ წოდებული, ნუ არ აღიარებული de facto იჩკერის რესპუბლიკას. ანუ მას ჰქონდა ეს მოდელი განვითარებული, ისიც მოდელი ჰქონდა განვითარებული, იმიტომ რომ ის მე ავითარებდა ეგრეთ წოდებული ირეგულარული დაუშვათ და ასიმეტრიული საბრძოლო ოპერაციების განვითარების სისტემას. კი რა თქმა უნდა, სამხედრო ისეც ყავს, ადმირალიც ყავს. კი რა თქმა უნდა, ანუ ის ორიენტირებული იყო პარტიზანულ ტიპის მომენტზე და ეს აგებული იყო სხვა სისტემაზე, ანუ იუგოსლავური თავდაცვის სისტემაზე, თუ ესე ვილაპარაკოთ, ხო? ამიტომ ფაქტიურად დღეს აი ამ სისტემის არსი მაგალითად, ხო? აბსოლუტურად ჩემის არის აბსოლუტურად მოშლილი. ისე როგორ დაუშვათ არ არის გამოკვეთილი სამხედროების როლი, როგორც აი დაუშვათ კლასიკური კლაუზევიციური სტანდარტის მიხედვით, არ არის გამოკვეთილი და როგორც ელიტა, ანუ სამხედროების არ არის სამწუხაროდ ჩამოყალიბებული, რაც უბრალოდ კიდევ უფრო აქვეითებს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების პირობებს. დიდი მადლობა ბატონ ახტანგ, ჩვენ დავბრუნდებით ისევ. ბატონ გურამ, თქვენ გამოვართვით მიკროფონი და მინდა გთხოვოთ ყველა თქვენთაგანს, თქვენი სახელი და გვარი და თქვენი წოდებაც გვავცნოთ თუ შეიძლება. თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი. კი ბატონო. კითხვას გავაგრძელოთ ალბათ და მინდა ბოლოს უკვე თქვენ ესე ვთქვათ ჩამოაყალიბოთ ის ხედვა რა უნდა გააკეთოს კარგმა პარლამენტმა. რას უკარნახებდით და რას შესთავაზებდით ჩვენს კარგ პარლამენტს ამ ცნობიერების თვალსაზრისით. დიდი მადლობა. ამ ხედვით. მინდა ერთი საფეხურით უკან დავიწიო და რასაც ბატონე ვახტანგი ამბობდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, უბრალოდ მე ინფორმაცია მაქვს. უფრო მეტი ბატონ ვახტანგთან დაკავშირებით ფლობს მთელ სიტუაციის ინფორმაციას და რაც თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები და ძალიან მიხარია რომ ჩვენს გადაცემაში დღეს ბატონი ვახტანგი არის. ის ასეთი მწოდნე
თქვათ ამ მცირე აზიის აქ კონფლიქტების რაკაც არის სამხრეთ კავკასიიდან დაწყებული. ნუ ჩვენ საქართველოში არ ყავს, რატომღაც არ უჯერებენ, არ უსმენენ, არ აკეთებენ იმას, რასაც ის ლაპარაკობს, მისა თქვათ რომ აეწყოს ასე სისტემა. მაგრამ იმას გეტყვით რომ 2008 წლის ომი საერთოდ მოუფიქრებელი ომი იყო და ჩემთვის პირადად აი ჩვენ მინდა დავასახელო სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩამოყალიბებული, ბატონი თენგიზი, ბატონი თემური ლორია, თენგიზ შუბლაძე გენერალ-მაიორი, თემურ ლორია გენერალ-მაიორი, დამფუძნებელი ვართ მე და ბატონი დავით თევზაძე, ბატონი თენგიზი პრეზიდენტი არის ამ სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. იქ გარჩეული ეს ყველაფერი გვაქვს. 2008 წლის ომზე, რასაც თქვათ შუბლაძეს ჰქონდა შეხვედრა და ლაპარაკობდა თქვათ მედვედევთან. მე თქვენ გეტყვით რომ ნინო შუბლაძეს ჰქონდა შეხვედრა და აი ყველგან უნდა რო იყოს, მაგრამ ნინო შუბლაძეს რო ჰქონდა ინტერვიუ ბატონ მედვედევთან, მაშინ მედვედევმა თქვა რომ ჩვენს სამშვიდობო კონტინგენტზე, რომელიც განლაგებული იყო ცხინვალთან ახლოს მისადგომებთან, იქ ჩამოვარდა ჭურვები და დაიღუპა რამდენიმე სამხედრო მოსამსახური. ეს ასე იყო. ჩვენებმაც იციან რომ იყო, ეს ცნობილი ფაქტი არის, ეს ჭურვი ჩამოვარდა იქ საერთოდ, იმიტომ რომ სროლა მიმდინარეობდა გორიდან, მაგრამ მე როგორც არტილერისტი, აქ ბევრია, თითქმის ყველა ჩვენს არტილერიის სასწავლებელი დამთავრებული გვაქვს, ვიცით და წარმოგვიდგენია რა მოხდა იქ. ამიტომ სამშვიდობო ოპერაციას, რომელსაც ატარებდა რუსეთი, გაეროს ეგიდით. გაეროს ეს რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია, ის რეგიონალური სამშვიდობო ოპერაცია იყო, სადაც რუსეთი ყოველ 6 თვეში გაეროში გამოდიოდა და მოხსენებას აკეთებდა, როგორ ტარდება რა აკეთება. სამშვიდობო ოპერაცია, ესე იგი, ქართულმა მხარემ შეწყვეტა. ამიტომ ჩვენ როდესაც ლაპარაკობ, ვინ დაესხა თავს, რა მოხდა, როგორი ისინი იყო, ჩემი აზრით ჩემთვის ეს მაინდა-მაინც მთავარი არ არის. ჩემთვის არის რომ მაშინდელმა ჩვენო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რატო ვერ მიაღწია იმას, რომ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულიყო. ვერ არიდა საქართველოს თავს ამ ომს. ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ სამხედრო ტრიბუნალი გააგაში ფათო ბენსუდას ხელმძღვანელობით აწარმოებს გამოძიებას. ამ გამოძიებაზე რუსეთმა თქვა, მე არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ მე სამშვიდობო ძალები მყავდა, ოღონდ აღვადგინე, იმიტომ რომ არის მანდატი სამშვიდობო ძალების, რომელიც დამტკიცებული არის დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებული ეს მანდატი. მათ შორის ქართული მხარსაც აქვს მოწერილი, რომ საბრძოლო მოქმედებების ჩატარება იქ არ შეიძლება, სადაც სამშვიდობო ძალების კონტროლი არის. კონტროლი ჰქონდათ ჩვენ გვახსოვს, ხო? გორიდან დაწყებული, ახალგორამდე დამთავრებული და ჩრდილოეთ სამხრეთ. მიუხედავად იმისა, თავს დაგესხმება სხვა თუ არა, შენ მაინც არ უნდა ჩაება. არ უნდა ჩამოლიყო არსეთი მხარე, იმიტომ მანდატზე ხელი იყო მოდი, იმიტომ რომ მანდატით იყო განსაზღვრული სამშვიდობო ძალების ოპერაცია, სადაც ორივე მხარის თანხმობა იყო. ოსური სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლოს ოსეთის მხარეს მეთაურების ვინც იყო დე-ფაქტო ხელისუფლება იმის და ქართული მხარეს. იმიტომ ეს მოლაპარაკება იყო. ეს მოლაპარაკება იყო დარღვეული. დარღვეული ახლა რუსეთმა აიძულა, ვინ არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. ისე კი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაარღვია პირველი. არ აქვს მნიშვნელობა. ვინ დაარღვია, ყველა დამრღვევია. კი, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ ვერ ავარიდეთ ამას თავი და ძილია სამხედრო ძალები, რამდენიმე ბრიგადა იქ შეუტიეთ. რაც დამთავრდა, როგორ დამთავრდა, ჩვენ ეს ვიცით. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს აქვს კარგად აწყობილი ეს ყველაფერი, რომელსაც ჩვენ ბატონო, ფაქტია, რომ თავდაცვის უნარიანობა ითხოვს განვითარებას. ამ განვითარების თვალსაზრისით თქვენი ხედვით რა ნაბიჯები უნდა დაიწყოს? უპირველეს ყოვლისა უნდა ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო ბაზა. საკანონმდებლო ბაზა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ჭირდება შეიარაღებულ ძალებს. კონსტიტუცია, სადაც კონსტიტუციაში გაწერილი არის, რომ შეიარაღებული ძალები ყალიბდება და სახელმწიფოს ყავს იმისათვის, რომ გარე მტრებისაგან დაიცვას შიდა ტერიტორიები. აი ამისთვის არის. ამისთვის ესე იგი ის ამ შეიარაღებულ ძალებში ესე იგი აყალიბებს პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მეთაურთა მომზადების, მეთაურების და სხვა მთელ ტერიტორია მზადდება თავდაცვისათვის. ეს განკუთვნილი არის. საკანონმდებლო ბაზა კონსტიტუციიდან დაწყებული, რომელიც ესე იგი თავდაცვის მინისტრის, სახელმწიფოს მთავრობის, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები გაყოფილი არის. ეს კანონმდებლობა არ შეესაბამება თავდაცვაზე კანონს, არ შეესაბამება გენერალური შტაბის იმაზე კანონს, როგორ უნდა იყოს გენერალური შტაბი, არ შეესაბამება კანონს მობილიზაციაზე, არ შეესაბამება არც ერთი კანონი ერთმანეთში თარხვედრაში არაა.
თქვენ ლაპარაკობთ თავდაცვის უშუალობის კომიტეტი. თავდაცვის უშუალობის კომიტეტი უნდა იყოს ჩამოყალიბებული აუცილებლად შიგ უნდა იყოს სამხედრო პირები. აუცილებლად ეს უნდა იყოს უშიშროებიდან, ეს უნდა იყოს თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თქვა ყოფილი წარმომადგენლები და არ აქვს მნიშვნელობა ის დღეს სახურობს ის უნდა იყოს პარლამენტის წევრი. ესე პარლამენტს უნდა კონდეს გათვლილი ვინ შევა აი ამ სისტემ პარტიული სიით ხო შედის პიროვნებები არა იმ პარტიულ სიებში უნდა იყოს შეყვანილი აუცილებლად სამხედრო გასული პარლამენტი სააკაშვილის დროინდელი პარლამენტი არასდროს სამხედრო პირი იქ არ იყო ჩვენ ახლა ბატონო სესიაშვილზე ილაპარაკა ბატონო თენგიზმა რომ არ იყო მიღებული ერთი კანონი 15 თვიდან გააკეთეს 12 თვე რომელიც არაფერს არ იძლეოდა და გვჭირდება 300-მდე კანონი და ქვემდებარე აქტი რომელიც ჯარის მართვის სისტემას მართავს ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ვინ საჩუქრებია მთელი ტერიტორია უნდა დაიყვეს დაყოფილი ოპერატიული მიმართულება თქვა ბათუმი ახალქალაქი ახალციხე ახალქალაქი მარნეულის ვთქვათ აღმოსავლეთი ჩრდილოეთი ზღვა აკვატორიაზე როგორცაც ბატონი ვახტანგი ამბობდა ზღვის აკვატორია არის 300 კილომეტრი ჩვენი 306 კილომეტრი უბრალოდ რო ვთქვა საფრანგეთის ჩათვლით თუ იმ გარეშე 206 კილომეტრი არის ანაკლიამდე მთელი ბათუმიდან დაწყებული ჩვენ არც ერთი სამხედრო საზღვაო დაგვრჩა მე მგონი ჩვენ ახლა ხო არც ერთი ჩვენი ეს მონაკვეთი დაცული სამხედრო საზღვაო ძალების მიერ არ არის, იმიტომ ის მოშალეს, დაშალეს და ამბობენ ის არაა საჭირო. მეც გეტყვით, სამხედრო ძალების ყოველწლიურად ბიუჯეტში რო შევიტანოთ 30 მილიონი ლარი, ჩამოყალიბდა სამხედრო საზღვაო ძალები. მაგრამ ჩვენ დღეს სამშვიდობო ოპერაციებში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და რომელიც არის 640 მილიონი ლარი, ეს 2016 წლის ბიუჯეტი. 21% მიდის სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად. ეს არის 140 მილიონი ლარი. აქედან 64 მილიონი ლარი მიდის მთელი ამ ბიუჯეტიდან 640 მილიონი ბიუჯეტიდან 64% მიდის ხელფასებზე, სულ ჩდება ისე აქ მინდა კითხოთ აუცილებლად, ესეც ძალიან აინტერესებს საზოგადოებას და შესაძლოა გულისტკივილადაც აქვს მიჩნეული. ეს ჩვენი გაწვევა სამშვიდობო ძალებში, ჩვენი შეიარაღებული ძალების რამდენად სწორია და რამდენად ჭირდება ეს ჩვენ ქვეყანას. აი ეს ჭირდება, აუცილებლად ჭირდება. აი ეს გაწვევა ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა აუცილებლად, მაგრამ არის ზღვარი, რამდენი შეგვიძლია მივიღოთ, რომელიც არ ვნებს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ 1000-მდე კაცი ყავს ახლა სამშვიდობო ძალებში ხო? ყველა ეს პიროვნება ამოღვებული არის ბრიგადებიდან, საბრძოლო ბრიგადებიდან. იმათ ყველას მიმაგრებული აქვს ტექნიკა, შეიარაღება, მატერიალურ-ტექნიკური ნაწილი რა სჭირდება მას ეს ყველაფერი რჩება 6 თვით, ისინი მიდიან, რო ჩამოდიან ის ისეთვე მდგომარეობაში არა, იმიტომ მისი გამოყენება შეუძლებელია. ახალი კონტინგენტი რომელიც იქეთ ის 3 თვე კიდევ მომზადება და მე ისევ მიდის. ესე ბრიგადები საერთოდ დაუცველი არის პროფესიონალური მომზადებისაგან თვითონ საბრძოლო მომზადებისაგან და ბრძოლის უნარიანობაზე როგორც ბატონმა თენგიზმა თქვა, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ თქვა, რომ დამარცხებაზე არის ორიენტირებული. დიდი მადლობა. ბატონო ამირა. როგორ იხარჯება ბიუჯეტი დღეს თავდაცვის უნარიანობის დამკვიდრებაში და როგორ უნდა განვითარდეს? უნდა შემცირდეს თუ უნდა გაიზარდოს? თქვენ როგორ ფიქრობთ? მადლობთ ამ კითხვისთვის. ბიუჯეტთან დაკავშირებით ახლა ფაქტიურად როგორ არის განაწილებული სამხედრო ბიუჯეტი, რაზე იხარჯება? ბატონმა გურამ საკმაოდ კარგად განმარტა. რაც ეხება ახლა ესე იგი ბიუჯეტის კონტროლს, პირველ ნაწილში ვთქვით ჩვენ გადაცემის რომ თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა ოპტიმიზაციის ასე ვთქვათ ანუ რესურსების შიდა რესურსების მოძიების ხო რამდენად ეს ახლა სწორად გაკეთდება ეს მეორე მხარე არის და ეს არის სუფთად გენერალური შტაბის ფუნქცია და ამით თავდაცვის მინისტრი უბრალოდ დროს არ უნდა კარგავდეს მაგრამ როცა მინისტრი ამით დაკავებულია ესე იგი გენშტაბი ამას თავს ვერ ართმევს. თუ გენშტაბი ამას თავს ვერ ართმევს, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს საბოლოო ჯამში მაინც შედეგს ვერ გამოიტანს. მაგრამ ესე იგი რა უნდა გაკეთდეს? პირველი, აუცილებლად ეს შიდა რეზერვები უნდა გამოთავისუფლდეს. აუცილებლად. თუ კი და მე მქონდა ინფორმაციები და გავაჟღერეს რომ ძალიან დიდი რაოდენობის პერსონალი არის ფაქტიურად უაზროდ დასაქმებული. ამის იქეთ ახლა განცხადებას არ გავაკეთებ, მიხედონ ამ საკითხს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ქუჩიდან ეს ინფორმაცია მოპოვებული არ არის. ეს ინფორმაცია მოპოვებულია ოფიციალური პირებისგან. არსებობს კიდევ სხვა უამრავი რესურსი. ახლა რაც ეხება თვითონ სამშვიდობო მისიას, ანუ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქედან რომ გვინდა თუ არა შეიარაღებული ძალების განვითარება და მიყვანა ის იმ კონდიციამდე რომ მან შეძლოს საკუთარი ფუნქციების შესრულება, ანუ სახელმწიფოს დაცვა.
არავინ არ საუბრობს ამ მისიებისგან თავის არიდებას. ბატონმა გურამ აბძანა აქ ზღვარზეა საუბარი. დღეს შეარაღებული ძალები დგას აი ჯარში ვინც ყოფილა იგივე სავალდებულო სამსახურში ან თუნდაც დაცვის პოლიციაში ან სადმე რას ნიშნავს სმენაში დგომა ყარაულში რო გადის ხო ერთი სმენა ავღანეთშია მეორე სმენა სწავლობს მესამე სმენა ადგილზე აქ ემზადება წასასვლელად ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენნაირი პატარა შეარაღებული ძალებისთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ შეარაღებული ძალები დგას ყარაულში და ემსახურებს სამშვიდობო მისიას მთლიანად არა რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წილი ჩვენი ასე ვთქვათ სახმელეთო ჯარების ანუ კონკრეტულად ამ კომპონენტის ანუ პირველი ესე იგი ბიუჯეტის გადახედვა შიგნით და შიდა რესურსები ანუ ეს სამშვიდობო კონტინგენტი საიდუმლო არ არის დაუშვათ ღმერთმა არქნას და ეხლა ომი რომ დაგვიდგეს რამდენი ჯარისკაც გამოიყვან საქართველოში ეხლა ეს არც ესეთი საიდუმლო ციფრები არის შეარაღებული ძალების რაოდენობა რაღაცა მონაცემები ხო ვიცი რაოდენობა ღია ინფორმაციებია ღია ინფორმაციას გულისხმობ მოდით მე საკმაოდ მე მგონი გასაგებია თქვი რომ შეარაღებული ძალები ყარაულში დგას მე აღარ მინდა ამის იქეთ ჩავეძიო და ამაზე მეტი ტერმინები ვიხმარო მე მგონი სამხედრო ხალხი გაიგებს რასაც ვლაპარაკობ რაც ეხება სხვა სახეობებს აქ კითხვა მისაქცევია ყურადღება სერიოზულად თუ ბიუჯეტს გავწევ მაგრამ აღარ დაუბრუნდი ამ თემას საჰაერო ძალებს მისაქცევია ყურადღებას და გადასახედი არის ის ინფორმაცია რომელიც ნუ ფრანგულ კონტრაქტთან დაკავშირებით არის რაც არსებობს თუ სწორია და თუ საუბარია იმ არ დავასახელებ რომ რაღაცა თუ იმ კომპლექსის შეძენაზეა საუბარი რომელ ინფორმაციასაც ვფლობთ ჯობია ამ კონტრაქტს გადახედოს თავდაცვის სამინისტრო მოიწვიოს სპეციალისტები და იმავე ბიუჯეტის ფარგლებში არ ვიცი საბოლოო დიდი თანხა არის და ვიცით რომ კრედიტია აღებული გრძელვადიანი თუ აცი უნდა აიღონ იმავე თანხების ფარგლებში იგივე თუნდაც საფრანგეთიდან სხვა ტიპის შეერაღება შევიძინოთ თუნდაც ნაკლებ ეს არის გადასახედი რადგან რო არ კონდეს შემდეგ საზოგადოებას სტარი მოლოდინები რომ ჩვენ რაღაცა შევიძინეთ გადავწყვიტეთ ყველა ამოცანა და თურმე არაფერი გადაწყვეტილი არ არის ძალიან მაინტერესებს ჩვენ საზოგადოებამ ესეთი ხელშეკრულებების არსებობა ესეთი შენაძენების არსებობა უნდა ვიცოდეთ არ უნდა ვიცოდეთ მიტომ უნდა იყოს გენერალური შტაბი და საერთოდ მთელი სისტემა აწყობილი სწორად რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს კვალიფიცირებული მინდობილი უნდა ვიყოთ მათზე და აი მინდობილი რო არ ვიყოთ ხომ როგორ არის ანუ თავდაცვის სამინისტრო სუსახავთ ამოცანას ხო თავში ვლაპარაკობდით ჩვენ ამოცანას სახავსწორად როგორი არმია გვჭირდება და რა ამოცანების რა გამოწვევების გადასაწყვეტად ხო ვაყალიბებთ ამას ეს საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა არის მეცნიერება მთელი ფორმულებზე და გათვლებზე დაყრდნობით და ეს არ არის ერთი კაცის და ხუთი კაცის გადასაწყვეტი ამას მთელი ინსტიტუტის ტოლფასი ჯგუფი უნდა იყოს შექმნილი რომელიც იმუშავებს შეარაღებული ძალების მოდელს დავჭითო ითქვა და აი უცებ რო ჩამოთვალოთ რა საჯარისო შენაერთები უნდა ყავდეს ჩვენს შეიარაღებაში ჩვენ სივრცეში ახლა აკვატორიაზე ვისაუბრეთ ანუ ფლოტი რომ აუცილებელია ამაზე საუბარი არ არის და ის რაღაც არაკომპეტენტური განცხადებები რო გააქვს სანაპირო დაცვას ელემენტარულად გადახედო ფლოტი თუ არ აქვს ფლოტი არ აქვს ფლოტი გაუხდა 2008 წელს როცა ფაქტიურად ფლოტი ჩაძირული იქნა არაკომპეტენტური ხალხის გამო გაეყვანათ ის ფლოტი ბოლო გადაემალა თუ ომი არ შეეძლოთ ხო ამის გადაწყვეტა შეიძლებოდა რას ნიშნავს მე მიტოვება სამხედრო ხომალდების ეს წარმოუდგენელია კაპიტანები სად იყვნენ ისინი მაინც ჩაძირული იყვნენ იმ გემებთან ერთად ანუ აქ აღზრდაზეა მთელი სისტემური პრობლემები იყო ხო სანაპირო დაცვას არ შეწევს უნარი ფლოტის ამოცანები გადაწყვიტოს მას გარკვეულ კალიბრზე მეტი შეარაღების დაყენების უფლებაც არ აქვს სამხედრო იმაზე თავის ასე ვთქვათ ხო კატერებზე და რა შეარაღებაც გააჩნია და ასე შემდეგ ნუ დროს შეზღუდული ვარ მე არ მინდა სხვაზე მეტი ვისაუბრო და ჩვენ რასაც საუბრობთ ჩვენ არ ვამბობთ რომ ჩვენი სიტყვები აქსიომა ჰაერსო დაცვა უნდა თანამედროვე დროში ეს აქსიომა არგმა პარლამენტმა რითი უნდა დაიწყოს არგმა პარლამენტმა ზუსტად ამით უნდა დაიწყოს ეს არის ანუ საპარლამენტო მოდელია ხო
4 წლით ეს პარლამენტი იღებს პასუხისგებლობას ყველაფერზე, სახელმწიფოს დაცვაზე, განვითარებაზე, ჯარის აღშენებლობაზე, ეკონომიკის ყველაფერზე აბსოლუტურად. ანუ პარლამენტმა უნდა დაიწყოს ახლა მუშაობა, წამყვანი იქნება რა თქმა უნდა თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი, როგორი შეიარაღებული ძალები გვჭირდება ჩვენ. ისე თქვენ გესახებათ ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში განათლებულები, ჩამოყალიბებულები შევიდნენ პარლამენტში დღეს. ნუ დღეს პარლამენტში არის ფაქტურად მე მგონი ყველა უწყების წარმომადგენელი, რაც ბატონმა გურამმა ჩამოთვალა, გენერალი კობალაძეა, ბატონი თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ასე შემდეგ. არიან სპეციალისტები ამას ხო? თავმოყრა უნდა ამ ხალხს და მარტო ის ხალხი არ წყვეტს აი საქმე იმაშია რომ პარლამენტს აქვს უფლება რომ მოიზიდოს სპეციალისტები იგივე კომიტეტთან უნდა იყოს საექსპერტო საზოგადოება ჩართული და ასე შემდეგ. მე აუცილებლად მინდა თქვა რომ მედვედევის განცხადებას რაც იყო რა თქმა უნდა არ ვეთანხმები რადგან გასაგებია რომ ყველაფერი ლამაზად იყო მომზადებული უბრალოდ ამ ეთერში მე მინდა რომ დავაფიქსირო და არ დავრჩე ესე რომ დავეთანხმე იმ ყველაფერს რაც იყო ეს იყო გრძელვადიანი ოპერაცია მომზადებული ის რომ მომიიქნებოდა საქართველოს რუსეთს შორის ეს თვეებით ადრე იყო უკვე ცხადზე ცხადი და ამის სიღრმეში აღარ წავალ მშვენივრად მოამზადეს გააკეთეს ყველაფერი და ახლა წამოვეგეთ არ წამოვეგეთ უნდა წამოგებულიყავით თუ არა ცალკე თემა არის შეიძლება და იქ უკვე ეს მანამდე იყო ზომები მისაღები რომ არ წამოვგებულიყავით ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ რიცხვებში უკვე ამ მექანიზმის რომელიც დაკოქილი იყო მოსკოვიდან და არა თბილისიდან ამის გაჩერება შეუძლებელი იყო რამდენად გქონდა ჩვენ სურვილი რომ გაგვეჩერებინა ეს ცალკე თემა არის და უამრავი ხმები ვიცი ჩვენ მაგრამ ხო და შესაძლებლობა უკვე აგვისტოში მაგრამ მე მგონი სურვილიც არ იყო მაგრამ ეს ოპერაცია დაიგეგმა რუსეთში და ეს მექანიზმი უკვე მშვენივრად გაფორმებული სამშვიდობო ოპერაციის და ასე ვთქვათ ოპერაციასაც პირდაპირ სახელი ერქვა ეგეთი აი როგორც უდაბნოს ქარიშხალ ხო ყველა სამხედრო ოპერაციაზე ამას პირდაპირ ერქვა მშვიდობის იძულება აი ეს ოპერაცია ქონდა სახელწოდება მაგრამ ამოცანები იყო გადასაწყვეტი რა თქმა უნდა იმ პასპორტიზაციის დაკანონების ეს იყო მაგრამ აი ესე იგი ჩვენ სად შევცდით და ესე იგი შევცდით კი არა უბრალოდ რა ვერ შევძელით ჩვენ უნდა გვეომა ჩვენ შეარაღებულ ძალებს ისეთნაირად რომ ორ დღეში თბილისში კი არ უნდა გამოგცეულიყავით ჩვენ იქ უნდა ყოფილიყავით უნდა გვეომა სანამ სარკოზი იქნებოდა თუ კიდე ჩაერთვებოდა ვინმე და აი რა ინტენსივობითაც მიდიოდა ესე იგი ომის შეწყვეტა ხო თუ ამას ჩვენ გავითვალისწინებთ როგორ დარბოდა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ნუ შეიძლება 3 დღეში ვერა და 1 კვირაში გავეჩერებინეთ ან 2 კვირაში ჩვენ შეარაღებულ ძალებს უნდა შესწევდეს უნარი რომ თუნდაც რუსეთთან არაბირთულ ომში თვეების განმავლობაში ვიომოთ და ჩვენ ამის მაგალითი ვქონდა იმ კეტებიან ჯარს რო გვეძახიან ერთი წლის განმავლობაში ჩვენი არმია აი სახელმწიფოს საძირკველში ფაქტიურად როცა სახელმწიფოც არ იყო ჩამოყალიბებული იგივე რუსეთს ეომა და იქ პატარა ძალები არ იყო და მოიწიონ უბრალოდ ის მასალები აი ამ ხალხის მიერ ზოგი აქ არის წარმოქმნილი როგორი ოპერაციები იყო ჩატარებული დავით ევზაძემ ბრძანა რომ სოფლიოში არიან მეხანძრე ქვეყნები რომლებიც ამ ნებისმიერ კონფლიქტს ასეთ უაზრო კატაკლიზმებში არ გადასდიან და აუცილებლად ჩაერევიან და ბატონ თემო თქვენ მინდა მოგმართოთ ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ რა კონკრეტიკა უნდა დავიწყოთ რა უნდა გააკეთოს კარგმა პარლამენტმა თავისთავად რა თუ არ გააკეთა რა უნდა შევძახოთ ჩვენ მათ და შესაბამისად კიდევ თუ არ გააკეთეს ისიც რაც ჩვენ შევძახეთ მაშინ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ და ამ შემთხვევაში მე ბატონი თევზაძის ინიციატივას გაგიჟღერთ რომ ერთგვარი ჭრილოვანი კაბინეტი ხوار ჩამოვაყალიბოთ და ეს ასეთი კომპეტენტური საზოგადოება შეიკრიბოს და შესაბამისი მხარდაჭერის თვალსაზრისით მხარში დგომის ესე ვთქვათ სურვილით შექმნას ის საკანონმდებლო სივრცე იქნება თუ ის რაღაცა რჩევა დარიგების პოზიციები რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება მე იქიდან დავიწყებ რომ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა და როგორ უნდა იმუშაოს ბატონმა გურამმა ბრძანა რომ სადაც 100-ზე მეტი კანონი უნდა არსებობდეს 300-ზე თუ 300-მდე თავის საკანონმდებლო აქტები თავის სახელმწიფოს აქტები დავაცხადე დღესდღეობით სადღაც თუ არ ვცდები 25-ის ფარგლებში არის მიღებული მხოლოდ კანონები ძირითადი კანონები ეს კანონებიც მიღებული არის 2004 წლამდე 2004 წლის შემდეგ პრაქტიკულად არც ერთი კანონი რომლებიც თავდაცვის უნარიანობის
გაზრდისკენ ან გაუჯობესებისკენ იქნებოდა მიმართული, შედიოდა მხოლოდ ცვლილებები ამ კანონებში და ეს ცვლილებები იყო გამოხატული ასეთი სახით. ისე ბატონო თემო, თქვენი რეგალიებიც გვაცნობეთ თუ შეიძლება. ბატონო ამერას გამორჩა. გენერალ-მაიორი თემური ლორია. მაგალითად, რო ავიღოთ ეს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ არსებობს კანონი, რომელიც 2004 წლიდან 2012 წლამდე 151 შესწორება შევიდა ამ კანონში. და ეს შესწორება იყო მხოლოდ ერთი სახის. ამოღებული იქნას. მაგალითად, ბატონი თითე მისის გვერდში. და ამ ამოღებული იქნას თავის განმარტებითი ბარათი არ ქონდა? კანონში რომელსაც ჩვენ ალბათ სადაგებული მოთხოვნის შესაბამისად ყველანაირი შედგა. ეს უпроსორად მე ასეთ და დავახასიათებდი ამას, რომ ის განმარტებითი ბარათი იყო საკუთარ თავზე მორგების პრინციპი მხოლოდ, მეტი არაფერი აბსოლუტურად ამას არ ეხებოდა. მე მაგ ასე ვთქვათ, წაკითხული განსაკუთრებით რაც თავდაცვის უნარიანობას ეხება, ეს კანონები დაწყებული კონსტიტუციიდან და იმ კანონებით, რომელიც ამას არეგულირებს. აბსოლუტური შეუსაბამობაა ყველა კანონსა და კონსტიტუციას შორის. მაგალითისთვის აქ ლაპარაკი იყო საზღვაო ძალებთან დაკავშირებით. არის ასეთი მცნება კონსტიტუციაში, სამხედრო ძალები. სამხედრო ძალები შედგება შეიარაღებული ძალებისგან, შინაგანი ჯარებისგან, საზღვრის სასაზღვრო ჯარებისგან. ესე იგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მე გამოვჩა, სულ ძალიან გთხოვთ, ამაზეც გამახვილეთ ყურადღება და გვაცნობეთ ჩვენ საზოგადოებას დღეს საზღვრის დაცვის ესე ვთქვათ პრეროგატივაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ეკუთვნოდეს თუ თავდაცვას თუ ცალკე ფუნქცია უნდა იყოს. შინაგანი ჯარი და სასაზღვრო ჯარები გაუქმებული არის, მაგრამ კონსტიტუციაში ამის შესახებ აბსოლუტურად ნათქვამი არაფერი შესწორება შეტანილი არ არის. შემდეგ როცა ქვევით ჩამოყვებით, გაშლილი არის შეიარაღებული ძალები. შეიარაღებული ძალები შედგება საზღვაო ძალებისგან, საჰაერო თავდაცვის ძალებისგან და სახელვეთო ჯარებისგან. საზღვაო ძალები გაუქმებულია, საჰაერო ძალები გაუქმებულია. კანონმდებლობაში თავისთავად ცხადია, არც კონსტიტუციაში, არც კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეტანილი არ არის. ჩვენ აქ ყურადღებას ვამახვილებთ. მაგალითად ეს პარლამენტით კანონითაა გაუქმებული თუ მინისტრის ბრძანებით? არა, მინისტრის არა აქვს უფლება. გაუქმებული არის ან პრეზიდენტის ან შესაბამის კანონმდებლობით გაუქმებული არის. ეხლა ძირეულად არ ჩავყვე, მაგრამ მე რეალობას ავსახავ, რაც დღევანდელ დღეს არის. კანონით არ ბრძანებული. მისი ბრძანება პრეზიდენტის? ეს 2012 წლამდე ეს პროცესი ყველაფერი ხდება. აქ ლაპარაკი იყო საჯარისო ფორმირების და შეიარაღებული ძალების ზოგადად საბრძოლო მზადყოფნაზე. რამდენად ბრძოლის უნარიანი არა, საბრძოლო მზადყოფნის ასე ვთქვათ რა შესაბამება და თქვენ კითხვებში ხშირად ეს ისმოდა. როდესაც ეს კანონები გავაანალიზე, ვერც ერთ კანონში ვერ წავაწყდი აბსოლუტურად ვერც ერთ თანამდებობის პასუხისმგებლობას ჯარების საბრძოლო მზადყოფნაზე. არ უწერი ეს არც უმაღლეს მთავარსარდალს, არ უწერი ეს არც თავდაცვის მინისტრს, არ უწერი ეს არც გენერალური შტაბის უფროსს. ეს არის ნონსენსი. გენერალური შტაბის უფროსს აქვს ჩანაწერი თავდაცვის შესახებ კანონში, ასეთი სახის, რომ ის ატარებს ღონისძიებებს საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. რა ღონისძიება ხლა კანონში არ იქნება, ეს თავისთავად ცხადია გაწერილი, მაგრამ პასუხისმგებლობა როგორც და აქედან გამომდინარე, ბატონო თენგიზბაც ეხლა დასვა კითხვა, რომ დაისაჯა თუ არა ვინმე აი სხვადასხვა კონფლიქტების დროს. კანონი არ ავალდებულებს არავის რომ დაისაჯოს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში აბსოლუტურად ეს არის ერთ კონტექსტში. ბატონო გურამოც ეხლა ბრძანა რომ თავდაცვის უნარიანობა და თავდაცვის სისტემა ეს ერთი სისტემაა, ძირითადად ვერტიკალში არის ეს აბსოლუტურად უნდა იყოს უпроსოროდ გაწერილი და ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ ვერტიკალის სიმყარეს უზრუნველყოფს, უნდა იყოს აბსოლუტურად ან მიღებული, გაწერილი, ან მის პროექტზე უნდა მუშაობდეს და რაღაც ჯგუფი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეხლა ბრძანის ჩემო მეგობრებმა, რომ მეცნიერულ დონეზე ეს ყველაფერი იყოს ამასთან ერთად მე ძალიან მინდა თქვენ არ გამოგჩეთ თვით თავდაცვის სისტემაში ეს სისტემატიზაცია, ეს იმ უწყებების კომპლექსი რამდენად სრულყოფილად არის შექმნილი და არ არის იქ ნაკლოვანება? მივდიოდი მანდაც აი აქ იყო ლაპარაკი რომ თავდაცვის აი ბატონმა დავითმა აღნიშნა იქ
ესე იგი სტრატეგიული დაზვერვისა და დაგეგმარების სამსახური არ მუშაობს. ეს არის დეტალები, რომელიც ამ სისტემას აბსოლუტურად ყველგან სადღაც რომელიღაც ჭანჭიგან მოშვებული, ან საერთოდ არ არის და ასე შემდეგ. то есть მის მექანიკურ მუშაობას აბსოლუტურად ხელს უშლის, მაგრამ თავარს მინდა. აქ იყო ლაპარაკი, რომ თავდაცვის მინისტრი ერევას სამხედრო საკითხებში და რაღაც და ასე შემდეგ. გამიჯნულია, უნდა იყოს გამიჯნული ეს ნატოს მოთხოვნილებაც არის პირველ რიგში, რომ როგორც სამოქალაქო პირი თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ეს ორი განსხვავებული ფუნქციონალური დატვირთვის მქონე ორგანიზმია, რომელსაც გააჩნია თავისი ფუნქციონალური დატვირთვა და ყველა აკეთებს თავის საქმეს იმისთვის, რომ თავდაცვის უნარიანობა იყოს ამაღლებული. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თავდაცვის მინისტრის ინსტიტუტი და გენერალური შტაბის ინსტიტუტი ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ინსტიტუტებია. კანონში თავდაცვის შესახებ არის ჩანაწერი ასეთი, რომ გენერალური შტაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს. აქ აბსოლუტურად ყველაფერი დარღვეულია. ამიტომ კანონმდებლობა აძლევს უფლებას. თუ ჩვენ სხვათა შორის მინდა აქ ბატონი დავითის სახელიც მინდა ვახსენო, რომ 2004 წლის თებერვალში მან ეს გამიჯნული დოკუმენტაცია სრულყოფილი თავისი საკანონმდებლო პროექტებით ჩააბარა მაშინდელ პრეზიდენტს და უთხრა, რომ თუ თქვენ გინდათ, რომ სამოქალაქო საქართველოს შეერაღებული ძალები მზად არის, რომ მას მართავდეს სამოქალაქო პირი. მაგრამ გასატარებელია ეს. მე რამდენად ეცვიდი ეს დოკუმენტაცია დევს დღეს და მტვერდაყრილი თავდაცვის სამინისტრო სადაც არის არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რომ ცოცხალი რო არის ეს დოკუმენტი ვიცი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ეს გამიჯვნა არ მოხდება თავდაცვის მინისტრსა და გენერალურ შტაბს შორის და ყველას კონკრეტულად არ გაეწერება თავისი ფუნქციონალური დატვირთვა, მანამდე ბოდიში თავს სიტყვას ვიხმარ, რომ ესეთი ვაკხანალია ყოველთვის იქნება. დიდი მადლობა. გთხოვთ თქვენ მე მინდა გავაგრძელო ეს დაწყებული თქვენ დასვით შეკითხვა, რომ პარლამენტის კარგი პარლამენტი როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით ხაზი გაუსვით თავდაცვის და უშიშროების. მე ძალიან მინდა ყურადღება მიაქციოთ ასევე თქვენ ახსენეთ აღზრდას სამხედრო ესე ვთქვათ ფილოსოფიას, სამხედრო იდეურ ფსიქოლოგიურ ხასიათს ჩვენს მოსახლეობაში და რა როლი უნდა დაიჭიროს სამოქალაქო თავდაცვამაც, იქნება ამაზეც გავამახვილო. ბატონო. ხო, ესე იგი კომიტეტის ალბათ თავარი როდესაც აი ბიუჯეტი წეგან შეეხო ბატონი ამირანი ბიუჯეტი როდესაც შედის პარლამენტში რასაკვირველია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პირველ რიგში შედის კომიტეტში თავდაცვის და უშიშროების შესაბამისად როდესაც ეს კომიტეტი იხილავს მას ყველა ციფრის უკან რაღაც ფუნქციები და რაღაც საქმიანობა დგას ხომ ანუ თუ არის სიტყვაზე ვამბობ რაღაც თანამდებობა მისი ხელფასი და ზოგადად ხელფასის ფონდი ხო იქ ზუსტად აი იმაზე წეგან თქვით რომ ჩვენ ბატონი გურამი ამბობდა რომ სამხედრო არავინ არ არის იმ კომიტეტში ხო ანუ იმ კომიტეტის არცერთმა წევრმა არ იცის რომ აი ამ ციფრის უკან რა მოვალეობები დგას და ვის შეუძლია ამის შესრულება და რამდენ საშტატო ერთეულს რა ხელფასი და ასე შემდეგ ანუ გამოდის ისე რომ რაც შეაქვს თავდაცვის სამინისტროს იმას ბრმად ამტკიცებს გაატარებს ეს კომიტეტი ანუ ვიზირებას გაუკეთებს და შესაბამისად არავინ ამის რევიზიას სხვა ქვეყნებშიც ასეა სხვა ქვეყნებში იქ არიან ადამიანები რომლებიც სვავენ შეკითხვებს ხომ რატომ არის ამდენი საშტატო ერთეული, რატომ არის ამდენი მივლინებები, რატომ არის ამდენი სხვადასხვა და ამდენი. ჩვენთან რატო ავსვამთ ამ შეკითხვას? ნუ, ამის კომპეტენცია უნდა ყოფნიდეს იმ ადამიანს, ვინც ამ შეკითხვას დასვავს. შესაბამისად, შემდეგ უკვე, როდესაც ეს კორექტირება შევა, მერე უკვე მისი ფუნქციაა რომ გააკონტროლოს თუ რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ეს სახსრები, ხომ? იმ დახვეწილ ასე ვთქვათ კომპონენტებში, რომელიც მათ გაიარეს ერთობლივად. ამიტომ ეს მთელი მექანიზმია და აი ამ შემთხვევაში კარგი პარლამენტი და კარგი კომიტეტი ალბათ ზუსტად ასე უნდა ფუნქციონირებდეს და მე არ იქნება სალაპარაკო, რომ იქ დაუშვათ ამდენი შტატია ზედმეტი და ასე შემდეგ. ანუ ყველა ლარი უნდა იყოს მიზანმიმართულად და დათვლილი საჭიროებიდან გამომდინარე.
აი კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ემზადება პარლამენტი. ყოველ შემთხვევაში ასეთი მონახაზი არსებობს. ახლა რაზე აკეთებენ აპელირებას, გასაგებია, საერთოდ ეს ცალკე განხილვის თემაა, პრეზიდენტის არჩევა უნდათ პარლამენტის მეშვეობით. ეს რამდენად სწორია, კიდე ამაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ძირითადად შეიძლება ასე ყოველწუთას კონსტიტუცია ვცვალოთ, როცა რაღაცა მოგვეპრიანება. რაღაცა ერთი მოდელი ხომ უნდა შემუშავდეს და ეს უნდა იყოს ძალიან შრომატევადი, შრომის შედეგი და შესაბამისად თუნდაც გრძელვადი რეჟიმში და ამ თვალსაზრისით ჩვენი გადასახედიდან დღევანდელი გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე კონსტიტუციაში რა ცვლილებების შეთავაზებას ასე ვთქვათ შევძახებთ პარლამენტს. ახლა პირველ რიგში ალბათ ჩემი აზრით რაღაცნაირად უნდა მე მინდა ბატონმა ვახტანგმაც ამაზე მე გაამახვილოს ყველა რაღაცნაირად უნდა ალბათ გაირკვეს უმაღლესი მთავარსარდლის ასე ვთქვათ როლი და ვინ უნდა იტვირთოს, ხო? ვინ უნდა იტვირთოს? იმიტომ რომ ის იყოს ქმედით უნარიანი. დღეს ჩვენ როგორ მიგაჩნიათ პრეზიდენტმა თუ პრემიერმა? მე ვფიქრობ, რომ ასეთი მოწყობის პირობებში, ეხლა შესაძლებელია დაუშვათ თუ პარლამენტი აირჩევს უნდა გავაძლიეროთ პრეზიდენტი, დაუბრუნოთ ის ძველი პოზიციები პრეზიდენტს. სრულად შეიძლება არ არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც უმაღლეს მთავარსარდალს მას უნდა კონდეს რაღაცა შესაძლებლობა იმისი, რომ რაღაც გავლენა იქონიოს. მე როგორც სამხედრო პირი, როგორ მიგაჩნიათ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს თუ ხალხმა? რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მომგებიანი იქნება თუ უმრავლესობა აირჩევს. ანუ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, პრეზიდენტის იქნება მისი და შესაბამისად ის, აი რასაც დღეს ვხედავთ, ხომ, ჩვენ რეალობაში დაპირისპირებები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს ფრაგმენტი მაინც გამოირიცხება, ხომ? მოდით ასე ვთქვათ. და ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ექნება საშუალება, რომ რაღაცნაირად იგი მათი გუნდის წევრია და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, აი ეს რაზეც ლაპარაკობდა ინსპექციებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკვე პრეზიდენტს ექნება იმის, ასე ვთქვათ, ნების გამოხატვაც და ასე ვთქვათ, გატარება იმ ხაზის, რომ შეამოწმოს შეერაგებული ძალები და მთავრობის წინაშე დასვას ეს საკითხი თავისი გუნდის წინაშე, მოდი ასე ვთქვათ, რომ თავდაცვის შეერაგებულ ძალებში ვერ არის თლათ ისე მდგომარეობა, როგორც უნდა იყოს. მოკლედ თუ შეიძლება ბატონ ტიტეს მიმართავ თქვენ და მე აუცილებლად დაგიბრუნდებთ, იმიტომ რომ ყველას უნდა მივცეთ და დროში ვიწურებთ. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება თქვენი შეხედულება, რა უნდა გააკეთოს კარგმა პარლამენტმა. ესე იგი, პირველ რიგში ეს ცოტა უბრალოდ მე დავიწყო, სასურველია ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდეს. ძალიან უხერხებელია, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ცოტა ისე გზნობენ თავს იქა, რომ სასურველია თბილისში გადმოვიდეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. მისასალმებელია არჩევნების შედეგებით ის, რომ მართლაც პროფესიონალები მოდიან პარლამენტში. ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ ყველა დარგს თავისი სპეციალისტი უნდა ყავდეს, დაწყებული სამხედროებიდან იქნება ეს თუ შინაგან სამხედრო ორგანოებიდან, პენსიონერებიდან თუ ყველა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, მე მინდა მაინც ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ხარისხის ამბავი კანონების ხანდისხან იყო პერიოდი, ესე იგი ამდენი კანონი მივიღეთო და ამით ამაყობდე, მაგრამ გააჩნია რა კანონი და რა შეეხება ეს ძირითადში. უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სიძლიერეს, უნდა შეეხოს თავდაცვის უნარიანობას, უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას, პირობების გამარჯვებისებას, რაც აუცილებელია, თორემ ყოველი გამარჯვება თუ შრომა ფასდება ამ ხას როგორ ვაფასებთ ჩვენ ვინც ეს გამარჯვება მოიპოვეს. ვინ როგორ ვაფასებთ ამას. მე აქ მინდა პატარა შტრიხი გავალო, რომ ჩვენ ყავს ვეტერანები, რომლებიც დიდი სამართლის მონაწილეები არიან, 180 ლარი აქვს თვეში. წარმოვიდგინეთ ახლა ესე იგი 180 ლარით რა უნდა გააკეთოს იმ კაცმა, რომელიც ბერლინამდე ჩააღწია და ღმერთის წყალობით დაუბრუნდა თავის კუთხეს. პირველი ეს უნდა დადგეს საკითხი, რომ ისედაც ცოტა არიან ეს სახით შემორჩენილი. თბილისში 300-მდე არის ფაქტიურად 9 მაისიდან 9 მაისამდე არ უნდა იყოს. ხოლო და ეგ არის ყურადღება 9 მაისიდან 9 მაისში და ამით გამოხატოს ეგ მთავრობამ ეს გააკეთოს. და ვიტყვი მაგასაც და ესე იგი რაც შეეხება ყურადღებას, ესე იგი მე წეღანაც გავუსვი ხაზით, ესე იგი საერთოდ უპატრონოდ არიან ეს ხალხი მიტოვებული. წარმოიდგინეთ 180 ლარი რა არის და მე ყურადღება მარტო 9 მაისთან. ეს დღეს
ჩვენ მქონდა ამ დღეებში ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს დეპარტამენტთან შეთანხმებით მოვიწვიეთ ჩინეთის ელჩი, თქვენ იცით რომ ისინი ყოველ 4 წელიწადში არჩევნებს ექვემდებარებიან და მქონდა ახალ ელჩთან შეხვედრა და გამოხატეს აი ჩინეთის ელჩმა გამოხატა ესე იგი რომელიც ხაზი გაუსვა სპეციალურად იმას რომ ის კატეგორია რომლებიც დიდსამ ნომის შემდეგ გადასრულილი იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მილიტარისტული იაპონიასთან ბრძოლის წინააღმდეგ აი ამ ხალხის დაფასების ამბავში რამხელა ყურადღება გამოიჩინეს თითოეულს 800 ლარი მისცეს ასეთი ჩვენ თბილისში ვყავს მხოლოდ 8 არის შემორჩენილი წარმოვიდგინეთ ახლა იმ დიდ არმიიდან თბილისიდან ესე იგი 8 კაცია შემორჩენილი და რამხელა დიდი სიხარული გამოხატეს იმ ხალხმა იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა იმდენ ყურადღებას არ გვაქცევს მარტო 9 ისის პატარა შეხედვებით გამოიხატება და მაგათმა კი გამოხატეს ისე რომ საჩუქრებით რა თქმა უნდა და ამასთან ერთად 800 ლარი თითოეულს ყოველწლიურად ესენი ასაკეთებენ ამას უნდა მიექცეს ყურადღება თქვენ თუ შეიძლება აქ დროში შეზღუდული ვართ მე ვეცდები ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია აი სამხედრო კუთხით რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში პარლამენტმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს ავიაციის განვითარებისკენ აქ იყო ლაპარაკი ჯარებზე საქართველოს საკვადორიაზე და ასე ვთქვათ სახეობებზე ეს თავისთავად ცხადია მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ შეიარაღებაში რომელიც მემკვიდრეობით გორგო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ფრონტის პირა მოიერში თვითმფრინავები ბომბდამშენები 2008 წელს ჩვენ რო ყოლოდა გზაგადამჭრელები ანუ თვითმფრინავები რომლებიც განკუთვნილია საჰაერო ბრძოლებისთვის მაშინ სხვა სურათი იქნებოდა და ეხლა საუბარია ძალიან დიდი საუბარი ბევრი ლაპარაკობს ამ ქოლგაზე თავდაცვაზე შეიძლება ამ გზაგადამჭრელებმა ისეთი სრულფასოვანი ქოლგა ვერ შექმნან ბუნებრივია ახლა ის რაკეტებსგან ვერ დაიცავს მაგრამ სამაგეროდ იმ ავიაციისგან აუცილებლად დაიცავს და რაღაცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია ქმედითი ქოლგა შევქმნათ გარკვეულწილად ომისათვის. ისევ იმ მუსკულატურას იმას ვიზამ მაგალითს რა. რასაკვირველია. და ზოგადად რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა? ჩემის აზრით ქვეყანას აშენებს განათლებული და სწავლული ადამიანები. აქედან გამომდინარე კოლოსალური ძალისხმევა უნდა გასიოს მეცნიერების გასავითარებლად. მეცნიერება განავითარებს მრეწველობას, მრეწველობა განავითარებს ეკონომიკას და თავის მხრივ ეს ყველაფერი მთლიანობაში ფეხზე დააყენებს ქვეყანას. გასაგებია. ბატონო ვახტანგ, ისევ თქვენ მინდა დაგიბრუნდეთ და ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ ბევრ საკითხებს შევეხეთ თქვენამდე პირველ ნაწილში და საუბრობდით დავიწყეთ საუბარი იქიდან თუ აი თავდაცვის უნარიანობა რითი გამოიხატება. რას ვიცავ მე? რა არის ჩემთვის სამშობლო? რა არის ეს რა ფუნქციაა და საერთოდ ქართველობა როგორ უნდა აისახებოდეს თავდაცვის უნარიანობის ცნობიერებაში და რა არის ქართველობის შინაარსი და შესაბამისად რა როლით უნდა გავიდეთ სოფლიო ასპარეზზე და თუ დაამატებთ ამას იმ თვალსაზრისს რომ თუ კარგმა პარლამენტმა არის ფუნქციონირა და ისევ გააგრძელა ცუდი პარლამენტობა საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში გესმის ბატონ მიხეილ, ჩვენთან პატრიოტული სულიკეთ გავუღდა პატრიოტული მიმართულება აბსოლუტურად არის ამოვარდნილი ფუნქციონალურად, სამწუხაროდ და ეს რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა და ფუნქცია უნდა იყოს. ახლა მე უბრალოდ შევეხები თქვენ ძალიან მოკლედ თავდაცვის ბიუჯეტის ელემენტებს. საერთოდ თავდაცვის ბიუჯეტი ყალიბდება 5 ძირითადი კომპონენტისგან. ეს არის სამხედრო ამშვენებისა და სამხედრო მზაობის მიმართულება, მეორე არის საბრძოლო მომზადების მიმართულება, მესამე არის კაპიტალური ასე ვთქვათ ხარჯები, მეოთხე არის სოციალური ხარჯები, ეს პენსიები და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ სახელმწიფო ფონდი და მეხუთე არის შეიარაღების შესყიდვების მიმართულება. 5 კომპონენტიდან ყალიბდება. საერთოდ არსებობს 5 მოდელი, აუშვით ამერიკული, ევროპული, ლათინოამერიკული და ასე შემდეგ. იყო საბჭოური მეთოდი. ანუ ეს რა არის თითოეული აი ამ 5 კომპონენტი რომელზე კეთდება ძირითადი აქცენტი თითოეულ ქვეყნის მაგალითზე. მაგრამ ლათინოამერიკაში ძირითადი აქცენტი შეიარაღო ძალების განვითარებაზე თავდაცვის ბიუჯეტით დაგემარებოდა კეთდებოდა მხოლოდ ორ ასპექტს, ეს არის დაუშვათ კაპიტალური ხარჯები და სოციალური ხარჯები. და შედამავე დანარჩენ კომპონენტები ბუნებრივი იყო ასე ვთქვათ, იყო ნაკლებად მე ვიტყოდი განვითარებული.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ჩემპიონატ მოსაზრება შეიძლება ვწდები და იმედია რომ მე ვწდები, ჩვენ გვაქვს აღებული სამწუხაროდ აი ლათინოამერიკული მოდელი, როდესაც შეერაღო ძალები არიან უერთდება უფრო სოციალური და მიმართულების განვითარებისაგან. ან დაუშვათ სახელმწიფო თქვა დავალენების გადახდა, დაუშვათ იგივე ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის და კაპიტალური ხარჯების, ასე ვთქვათ, ესა ხო, განვითარება. აი როდის ბოლო დროს, როდის ჩატარდა თორშტ იგივე ოპერატор სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე წვრთნები. აი ამ თქვენ შეგიძლია დაუშვათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითი, ოპერატიული სტრატეგიული, როდის ჩატარდა, ან სტრატეგიული დონის штаბი თუ ჩატარებულა საერთოდ, ხო? ეს ერთი მომენტი, აქედან დავიწყოთ. ამიტომ ეს მოდელია მთლიან თავიდან შეაცვლელი. ისე ბოლოს როდის ჩატარდა? მე მგონი ომმა. არ ვიცი ხა იბა ბოლო მე ვიწყოთ 2015 ტარდება ხოლმე ყოველწლიურად. მიკროფონი თუ შეიძლება თქვენ. ფუნქცია ხო? სასტაბო სწავლება არის დიდგორი 2015 რაც ჩატარდა ბოლოს. წელს იყო 2016. მოგცემ სიტყვას პარტნიორებთან ერთად და მოკლედ ვთქვი პარტნიორებთან ერთად მე მაგალითად ჩარშანდელი ნაკლოვანებები რაც ვნახე ჯობია რომ ეგ სამუშაო არის ძალიან ბევრი და აი დაიტოვეთ მიკროფონი თქვენ სიტყვას იტყვით. როდესაც პარდება პარტნიორობა მშვიდობისა პროგრამის სულისკვეთებიდან დაუშვათ ეგიდის კუთ განხორციელების წვნები ეს ბუნებრივ მნიშვნელოვანია მაგრამ ეს კეთება კოალიციური დაუშვათ ან დაუშვათ ნატოსთან ერთობლივი წნევის ფორმატში ხო? ან დაუშვათ ნატოს წევრ სახელმწიფოს ერთობლივი წნევის ფორმატში. თუმცა ეს ბუნებრივია არ წარმოადგენს ეროვნული დაუშვათ იგივე თავდაცუნარების გამტკიცების ელემენტს ხო? და მინდა კიდევ თქვა რომ კოლექტიური უსაფრთხოების 엘ემენტი არის ჩვენი სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეობა. ანუ ჩვენ ფაქტურად აი ამ სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენ თავდაცუნარიანობას კიდევ უფრო ზდით დღევანდელი მომენტი გლობალიზირებული სამყაროს ფორმატში. ანუ ამაში მონაწილეობა აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ სწორია ბატონი გურამი რომელიც ამბობდა რომ აბსოლუტურად ზღული ასე ვთქვათ ელემენტები უნდა იყოს გათვლილი, მაგრამ ეს მონაწილეობა ჩვენ აუცილებელი კომპონენტია. ამით ჩვენ ფაქტურად ვზდით ჩვენ კოლექტიური საფრთხოების პოტენციალს. ამიტომ იგივე პარლამენტთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს კაი პარლამენტი. ალბათ სასურველია რომ თვითონ მოხდეს უშუალოდ და თავდაცვის კომიტეტების აბსოლუტურად გაყოფა თუ არ შეიძლება ამ ორი ასე ვთქვათ მე ვთქვი ელემენტის გაერთიანება, იმიტომ რომ ეს არის კონსეპტი აცდენილია ასე ვთქვათ მოდელი და თავდაცვის კომიტეტი რომელსაც დღეს ჩვენ ფაქტურად ვაკეთებთ რეფორმირებას და ფაქტურად თავიდან გვიწყებს შეერაღო ძალების აღშენილ პროცესების განვითარება უნდა იყოს ცალკე თავდაცვის კომიტეტი. თავდაცვის კომიტეტში უნდა იყოს 4 ქვეკომიტეტი, ან რამდენი ქვეკომიტეტი. მათ შორის ერთი უნდა იყოს სტრატეგიული დაზვერვისა და დაგეგმარების ქვეკომიტეტი, მეორე უნდა იყოს თავდაცვის პოლიტიკის ასე ვთქვათ დაგეგმარების ქვეკომიტეტი, მესამე უნდა იყოს აუცილებლად თავდაცვის ბიუჯეტის ასე ვთქვათ დაგეგმარების კომიტეტი და ნუ მეოთხე შესაბამისად შეიძლება იყოს შეერაღო ძალების განვითარების მე ვიტყოდი კომიტეტი, ხო? და კი ერთ მომენტია. პარლამენტის მთავარი ფუნქცია დღეს ფაქტობრივად მე კონსტიტუციას კიდე შევეხები. სამწუხაროდ კონსტიტუცია როგორც პოლიტიკური კუთხით არის საკმაოდ შეზღუდული და ის არ სახავს ელემენტარულად მე ვიტყოდი შეერაღო ძალების და შეერაღო თავდაცვის გამტკიცების და ელემენტებს კარად ვერ სახავს. ეს არის პრეროგატივა კონცეპტუალურ სტრატეგიულ დოკუმენტებისა, დაუშვათ როგორც სამხედრო დოქტრინა, სამხედრო სტრატეგია, როგორც არის კანონი დაუშვათ იგივე ეროვნული საფრთხეების კონცეფცია. დაუშვათ ენერგოსაფრთხოების კონცეფცია და ასე შემდეგ, რომლებიც ბუნებრივია უნდა იყოს ერთად აღებული, ჰარმონიზირებული, სინქრონიზირებული. ჩვენ ფაქტიურად არ გვაქვს სამხედრო დოქტრინა, რატომღაც. თუმცა დაუშვათ ევროპის არა, კი გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია სამხედრო სტრატეგია გვაქვს. და სამხედრო დოქტრინა უსამართლეთი ამაზე მიკროფონი მიეცით თუ შეიძლება მიკროფონი. ხო, მაგრამ არ არის სამწუხაროდ ამოქმედებული არ ფუნქციონირებს. დაუშვათ სრულყოფას მოითხოვს, ხო? ამიტომ ის დოკუმენტები, რომლებიც არის გადასახადებელი, ეროვნული საფრთხის კონცეფცია და საგარეო პოლიტიკის კონცეფცია საერთოდ არ გვაჩნია. ანუ ის სახელმწიფო რომელიც იყო ომამდე, ანუ საქართველოს ომამდე განვითარებული დღევანდელ რეალებს არ შესაბამება. ჩვენ არ ვთვით კონცეპტუალური ასე ვთქვათ მიდგომები პრინციპები როგორ უნდა იყოს თავდაცვის აღშენილობის განვითარების ტემპებისა. აი ამაში ჩვენ ელემენტარულად არ გვაჩვენია. პარლამენტმა უნდა აიღოს ინიციატივა, შესაბამისად შექმნას ასევე სპეციალური სამხედრო საექსპერტო ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელიც აი ამ უკვე ახალი თავდაცვის კომიტეტის მე ვიტყოდი ფარგლებში იმუშავებს სწორედ შეერაღო ძალების განვითარების და თავდაცვის პოლიტიკის ახლებური პრინციპებზე მორგების განვითარებას. პარლამენტმა მაშინ არ გაკეთა მაშინ ახლა გექნება ის ტენდენცია რომელიც ახლა ეს არის. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ჩვენ როგორ მოგწ და როცა ხლა ალბათ შესაბამისად ჩვენ გვაქვს იგივე ლობისტური ასე ვთქვათ მექანიზმები, ლობიზმის ელემენტი ალბათ კიდევ უნდა განვითარდეს, წესით კანონი ლობიზმის მოქმედებს 96 წლიდან და ბუნებრივია საზოგადოება, მით უმეტეს საექსპერტო საზოგადოებაც აქ არის წარმოდგენილი, აქ არის ფაქტობრივად ნაღები, მე თვითონ. აი ეს არის სწორედ სამხედრო ესტაბლიშმენტი ქართული ერის და როცა აი ეს ადამიანები მართლა მეტრები როგორც თქვიან, არ არიან ჩართულები, რომელ თავდაცვიანობაზეა საუბარი რა. აი ბოთ ეს არის მე ბოთ მართლა მეცინება რა. ეს სასაცილო არ არის ასე ტრაიკული, ანუ სატირიკონის მე ვიტყოდი მდგომარეობა რა. აი ეს არის მთავარი მომენტი. ვინ აკეთებს თავდაცვის პოლიტიკას, ნუ აი ღმერთმა უწყის რა.
მე პირდაპირ რაღაცა ყოველგვარი მიკი-მოკების გარეშე რა. დიდი და მე მადლობა. კიდე მე ბატონ ამინანის იმას მე თეზებიან გავაგრძელო. აი სწორედ მედვედევის კიდე შემდგომია ის იყო საინტერესო ის იყო ინტერვიუ იყო, არ ვიცი არაშუბლაძესთან, მაგრამ დაუშვათ სხვა ჟურნალისტთან, სადაც მან პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოს ომის პერიოდში ჩვენ ვერ ბრძოლებოდით ნატოს კოალიციურ ძალებსო. ეს მისი ასე ვთქვათ პირდაპირ მე ვიტყოდი იყო ერთგვარი მესიჯი, რომელიც მან გაახმოვარა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცა თავის ლოგიკას ასე ვთქვათ ეკომბინებდა. ისე აქვე მინდა თქვენი პოზიციაც ობა ჩვენ შედეგამდე მიგვიყვანს ნატო ჩვენ დაგვიცავს. იცით რა არის ნატო ჩვენ ჩვენ თუნდაც მიგვიღო ნატომ თავის წრეებში ჯერ ერთი რადონეზე მიგვიღებს ეს ცალკე თემა და ის შეასრულებს ბატონო მე მეგონა ჩვენ სხვა ალტერნატიული გეოსტრატეგიული ასე ვთქვათ ბალანსი და გეოსტრატეგიული სიტუაცია გამომდინარე ჩვენ სხვა მოდელების უნარი არ გვაგაჩნია იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგე რომელსაც ბუნებრივად დაუშვათ იგივე გინდ თკბილას ესაუბრა გინდის ესაუბრე აზრია რა გის მაინც შენ აგრესიული ტონით გელაპარაკება ამიტომ ძალთა ბალანსის თეორიის მიხედვით ჩვენ გვჭირდება დაუშვათ მესამე მხარესთან კონდეს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა რომ დაუშვათ ჩვენ ამ კოალიციაში დავიცვათ ერთმანეთი ბალტიის სახელმწიფოებმა ეს საკითხი ერთად საბოლოოდ დასვეს წერტილი იმიტომ რომ დღეს ბალტიის სახელმწიფოების შესვლა ნატოში გადაარჩინა დაუშვათ იგივე დღევანდელი თუნდაც მე მგონი აგრესიული დაუშვათ პოლიტიკისაგან ამიტომ ასეთი მიდგომა თუნდაც იგივე მე ასე არ ვთანხმები რომ ამერიკული ორი გემის შემოსვლა ფოთის სპორტში იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური აქცია მე მინდა გითხრათ რომ სწორედ აი ამ გემების შემოსვლამ დააჩქარა საქართველოში დეოკუპაციის პროცესი როდესაც დაიწყეს რუსმა ოკუპანტებმა თავის ჯარების გაყვანა მეორე დღეს სხვადასხვა როგორც კი შემოვიდა რეიდში დადგა ორი სამხედრო გემი რომლებიც წყალი და ეს შემოიტანეს წეს წყალზე არ იყო საუბარი მათ შეასრულეს თავის სამხედრო პოლიტიკური კონკრეტული მე ვთქვი აქცია მისია ამიტომ დროში ვერ ვეტევით და მე ბოლო ესე ვთქვათ ფრაზით დასრულებისკენ მივიყვანოთ ბატონო შევესწრები სადღაც წუთ ნახევარში ჩავეტიო მინდა რომ კითხველს მაყურებელს უფრო სწორად აუხსნათ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აქ საბრძოლო მზადყოფნაზე ახლა ბატონმა ვახტანგმა სულ ბოლოს ძალიან კარგად განსაზღვრა ესე იგი ბიუჯეტის მიმართულებები რაზე იხარჯება სხვადასხვა გარკვეულ ეტაპებზე ჩვენ შეიძლება გქონდეს სხვადასხვა მოდელები და დღეს შეიძლება საერთოდ თქვა ტექნიკის შეძენაზე ვარი გარკვეული წლების განმავლობაში მივხედოთ სოციალურ საკითხებს ტექნიკის აღდგენას ესეც ფაქტიურად იგივე მიმართულება არის ანუ რაც აგვაქვს ის აღვადგინოთ მოვიყვანოთ მზადყოფნაში ეს ძალიან პრობლემური საკითხია და აი საბრძოლო მზადყოფნას აუხსნი ანუ აუხსნი ორი სიტყვით თუ რამეს არასწორად ვიტყვი აი ჩემი ყოფილი უფროსი არის ბატონი გურამი და მასწავლებელი დაამატებენ მაგრამ უბრალოდ მინდოდა წეღან აი თითით ვაჩვენებთ ხოლმე ერთი წუთი შეარაღებული ძალების წინაშე კანონმდებლობა ხო და საერთოდ საზოგადოება აყენებს კონკრეტულ ამოცანებს ეს ამოცანები გაწერილია ну მაგალითისთვის დაუშვათ მტრის აგრესიის მოგერიება ან საჰაერო აგრესიის მოგერიება თუნდაც ზღვიდან ანუ ეს ამოცანები არის გაწერილი რას ნიშნავს მზადყოფნა შეარაღებული ძალები მზადყოფნაში უნდა იყვეს აი ეს კონკრეტული ამოცანები სხვადასხვა ეფექტიანობით გადაწყვიტოს გააჩნია ვითარებას გააჩნია მოწინააღმდეგეს ხვდებით ანუ ამ ამოცანების გადასაწყვეტად უნდა იყოს მზად თუ ამ ამოცანებს შეარაღებული ძალები ვერ ასრულებს და არის თუ არა ამისათვის მზად ჩვენ მიტომ საუბრობდით და გამოვყავით რომ მნიშვნელოვანია გენერალური ინსპექციის ქონა ყოლა უფრო სწორად ქვეყანაში რომელიც ამას მშვიდობიანობის პერიოდში შეამოწმებს და გათვლის ის ძალიან რთული პროცესია ამის შემოწმება უზარმაზარი მეთოდური სახელმძღვანელოები არსებობს თუნდაც ერთი ოცეული რო შეამოწმო მისი მზადყოფნა იქ მთელი კრიტერიუმებია მე არ ვიტყვი რომ ეს ჩვენო ოფიცრებმა არიციან ჩვენ ბევრი კვალიფიციური ოფიცერი გვყავს და სხვათა შორის აი მინისტრი საუბრობდა ამას შეხვედრაზე ზუსტად იმ საკადრო პირამიდის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებაზე ბევრი კვალიფიციური ოფიცერი აი მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის გამო ამ საკადრო პირამიდები ამოვარდნილია და წყვეტა მოხდა და ვერ გავზარდეთ თორე არიან უამრავი კვალიფიციური ოფიცერია ჯარში იმათ უნდა მიეცეს ასე ვთქვათ ზრდის და საქმიანობის საშუალება ანუ თუ შეარაღებული ძალები კანონით ჩამოწერილ ამოცანებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებს ესე იგი ბიუჯეტი იხარჯება ფუჭად აი ეს არის წელი ასე ვთქვათ სათქმელი რაც მინდოდა რომ მეთქვა გასაგებია დიდი მადლობა ყველას
უაღრესად საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ბევრია სამჯელი და ბევრი არის დასახვეწი. ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული საფუძველი შევქმნით იმისა, რაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა კარგმა პარლამენტმა და მით უმეტეს რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მე ვფიქრობ, პირველ რიგში პარლამენტმა უნდა ისწავლოს მოსმენა და მოსმენის უნარი უნდა გამოავლინოს. არ უნდა იყოს ჩაკეტილი კარის პრინციპი და ყველა ნებისმიერი თუნდაც არაკომპეტენტური აზრის მოსმენის უნარი უნდა კონდეს. ჩვენ შესაბამისად როგორც სხვა წარმატებულ ქვეყნებში ხდება, მივცეთ პარლამენტს 100 დღის ვადა, ამ 100 დღის განმავლობაში დავინახავთ როგორ წარმართავს ის თავის საქმიანობას და შემდეგ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას ჩვენს, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს გვაკისრია. მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ისევ და ისევ, სიკეთე და კეთილდღეობა გისურვოთ, დიდხანს ჯანმრთელობა და ესე ვთქვათ, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება და რა თქმა უნდა თქვენს ფერხულზე და თქვენს ნაბიჯებზე მოვდივართ ჩვენ და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ჩვენ ფერხულზე აღარ მოდის ჩვენი მომავალი თაობა. და უკვე საცდენილია გზა. ამიტომ ეს გულისტკივილი მე ჩემს თაობას ძალიან გვაწუხებს და თქვენ მით უმეტეს ეს რა თქმა უნდა დიდ ტრავმას განიჭერთ. ასე რომ ჩვენ ერთსულოვნებით უნდა მივხედოთ იმ ფერხულის განვითარებას, რომელიც ჩვენს თაობას, ჩვენს მომავალ თაობას სჭირდება. დიდი მადლობა ყველას. ეთერში იყო საზოგადოებრივი ანალიტიკური გადაცემა ერთობის დრო და მე მის წამყვანი მიხეილ ანდღოლაძე გახდით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.